დილამ შვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ, მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სულ სხვა თემაზე მინდოდა მესაუბრა, როგორც კი კომპიუტერის წინ დავჯექი, სხვა თემა მომაწოდა ვითარება. და ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. თქვენ სანამ შემომიერთდებით, მანამდე დაგელოდებით და არ დავიწყებ საუბარს. მანამდე თმებს გავისწორებ. კარგი, დიდხანს არ დაველოდები. დავიწყებ პირდაპირ საუბარს. მოდი ვუყუროთ შენ ერთ ვიდეოს და შემდეგ მინდა კითხვა დავუსვა ბერებს, მონაზვნებს, სასულიერო პირებს და მღვდლებს და მანამდე თქვენ შემომიერთდით. ნახოთ ვიდეო და შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. 1984 წელი, 3 ოქტომბერი. ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით თვითმფრინავის ბიჭებთან ერთად დახვრიტეს ბერმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო იურისპრუდენციის ისტორიაში. მღვდელს გადაცემაში მონაწილეობა არ მიუღია. მამა ნიკოლოზმა მღვდელს გადაცემაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ შევარდნაძის ბრძანებით მაინც დახვრიტეს და გავაგრძელოთ რა. გავაგრძელოთ. მღვდელმონაზონ თეოდორე ჩიხლაძის სურათზე ბრძანა. ეს ყველა ოჯახში უნდა ეკიდოსო. ილია მეორე, როგორც საქართველოს პატრიარქი, ღმერთისა და ერის წინაშე, ვალდებული იყო დაეცვა უდანაშაულო ბერმონაზონი დახვრეტისაგან. მაგრამ ილია მეორე ერთგული მსახურების გამო ანტიქრისტეს, ანუ ედუარდ შევარდნაძეს არ შეეწინააღმდეგა და დალოცა. ქართველი ხალხი უმაგრული არ იქნება. ქართველი ხალხი აუცილებლად დაუმარცხებს ლატონეთუარს. დაუცველი კათოლიკოს და მრავალჟამიერი კათოლიკოს მისი მოღვაწეობა გადადგეს ანტიქრისტე ილია მეორე. 1984 წელი ზონი დახვრეტისაგან. მაგრამ ილია მეორე ერთგული მსახურების გამო ანტიქრისტეს, ანუ ედუარდ ვალდებული იყო დაეცვა უდანაშაულო ბერმონაზონი. ამის თვალებს შეხედეთ და მერე ილია მეორის გაჩვენებთ. მაგრამ ილია მეორე აი ამის სახეს შეხედეთ რა. ამის კბილებს შეხედეთ. ამის თვალებს შეხედეთ. ამისას. რაღაც ერთნაირი ვაშლისავით არიან გამოჭრილები, ზედ გამოჭრილები. მერე ერთგული მსახურების ზოგიერთ ადამიანს ჩემ თვალებზე აქვს ხოლმე პრეტენზია რა. ეშმაკს გიგავსო და აი ამის თვალებს რას დაარქმევდით? აი ამის სახეს. ამ მოლაპარაკების დროს, აი ამ არაჩვეულებრივი მოლაპარაკების დროს რა ყურადღებით და გაფაციცებით უსმენს. ნახეთ, ცუციკი. კარგით. გამო ანტიქრისტეს, ანუ ორა წმინდანის სახე აქვს. ოჰო. ამას უფრო წმინდანის სახე აქვს ვიდრე ამას. არა უშავს. ედუარდ შევარდნაძეს არ შეეწინააღმდეგა და დალოცა. ქართველი ხალხი უმაგრული არ იქნება. ქართველი ხალხი აუცილებლად დაუმარცხებს ლატონეთუარს. დაუცველი კათოლიკოს და მრავალჟამიერი კათოლიკოს მისი მოღვაწეობა
დავუმადლეთ ბატონ ედუარდს, ქართულმა ხალხმა. რას ვფიქრობთ, წარსულს ჩაბარდა ედუარდი? კარგი საქმეები გააკეთა? ადამიანი, რომელიც უწმინდესად და უნეტარესად მოიხსენიება და ასეთ ადამიანს ნაზონი თეოდორე ჩიხლაძე. ეს იყო აი ასეთ ადამიანს დააკვირდით სახეზე. უპრეცედენტო შემთხვევა. საერთაშორისო სხვათა შორის ძალიან გავჩემს ეს მონაზონი. მოხდელი უბრალოდ. მე რა მინდა იცით თქვა ამით, მეგობრებო? ძალიან შორი ისტორია არ არის ის, რაც მოხდა ჩვენს განვლილ ცხოვრებაში, ხომ? აი წინა პრეზიდენტი ვინც ყავდა და შორეული წარსული არ არის ეს. მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გავაცნობიერეთ ერთი რამ, რომ თუ გვინდა შეიცვალოს რამეს ამ ჩვენს სახელმწიფოში, ხომ? პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები. ყველა. ვეცდები რომ ამოვძებნო ახლა ის კადრები, სადაც ხმა ერისა და ხმა ხმა ერისა და ხმა ღვთისაო, ესე რომ ამბობს ილია. და შევარდნაძეს რომ დააჩოქებს, ხო? შევარდნაძის წინაშე რომ დააჩოქებს ხალხს. და მარტო შევარდნაძის წინაშე რომ დააჩოქებს 2006 მოდი უყუროთ. წლის 19 მარტს თბილისში ჩაფიცის კლინიკაში გარდაიცვალა მცხეთის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორი, საქართველოს ეკლესიის კალენდრის რედაქტორ-შემადგენელი, მიტროპოლიტი გაიოზი ერისკაცობაში ბიძინა კერატიშვილი. დღეს ამ დიდებულ საპატრიარქო ტაძარში ქართველი მორწმუნე ერი ზეიმობს თავისი 151 პატრიარქის აღსაყდრებას. სვეტიცხოველს ესტუმრა მრავალრიცხოვანი საზოგადოება. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენიველი. სვეტიცხოველში მოხდა ამის აღსაყდრება, მეგობრებო, რა? სვეტიცხოველში მოხდა იმის აღსაყდრება. პრინციპში ანტიქრისტეს რო უწოდებენ და რო უნდა ააგონ სამ დღეში ტაძარი და შემდეგ აკურთხონ ანტიქრისტე. უკვე მომხდარა ეს, უკვე 151 და სხვა მრავალი მაღალი სტუმარი. იმხანად ვერს არც ახსოვდა უკვე რომ 1978 წლის 25 მაისს მიტროპოლიტი გაიოზი საბჭოთა უშიშროებამ დააპატიმრა საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. გაასამართლეს და დაღესტანში გადაასახლეს. დაპატიმრებამდე ორი თვითადრე საქართველოს კათოლიკოსმა ილია მეორე მიტროპოლიტი გაიოზი გაანთავისუფლა ქორეპისკოპოსის მოვალეობისგან და სემინარიის რექტორობიდან დაითხოვა. გაიოზი ურბნისის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ძნელია ახლა იმის თქმა, ზუსტად რამ განაპირობა გავლენიანი მიტროპოლიტისთვის ძალაუფლების შეზღუდვა. გაიოზმა ხომ სულ ცოტა ხნის წინ მე-12 საეკლესიო კრებაზე ღია დაუჭირა მხარი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. გავრცელებულია აზრი, რომ კერატიშვილის დაპატიმრებას იმ კერატიშვილისა, რომელსაც როგორც ამბობენ კგბ-ს მაშინდელი ხელმძღვანელი ალექსი ინაური ფარველობდა, ხელი შეუწყო ზვიად გამსახურდიას მიერ დაწყებულმა კამპანიამ, უფრო მეტიც განგაშმა, რომელიც გამსახურდიამ დისიდენტურ გამოცემაში ატეხა. მიტროპოლიტი გაიოზი კერატიშვილი არის ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე. სამღვდელო სამოსით შენიღბული წითელი სამღვდელოების ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში, წერდა გამსახურდია.
ჯიშმა, რომელიც გამსახურდიამ დისიდენტურ გამოცემაში ატეხა. მიტროპოლიტი გაიუსი კერატიშვილი არის ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე. სამღვდელო სამოსით შენიღბული წითელი სამღვდელოების ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში. წერდა გამსახურდია. ასეთი აქტიურობით ზვიად გამსახურდია გარკვეული თვალსაჩინო დაეხმარა მიტროპოლიტი გაიოსის მთავარ კონკურენტს ილია მეორის შეენარჩუნებინა ძალაუფლება. დაახლოებით 10 წლის შემდეგ, როცა ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება, მისი და პატრიარქის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. ბექამინდიაშვილს სწორედ გაიოს კერატიშვილი გავახსენეთ. იმიტომ რომ ბრალდებები, რომლებსაც უყენებდნენ დღეს საქართველოს საპატრიარქოს გავს ბრალდებებს, რომლებიც ზვიად გამსახურდიამ წაუყენა საბჭოთა ეპოქის ქართულ ეკლესიას. მოკლედ ერთი სიტყვით, მაინტერესებს ახლა ეს ინფორმაცია. აბრალებდა თუ არა ზვიად გამსახურდია მართლაც გაიოს სხვადასხვა საკითხის სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულს. რამდენად სანდო არის ახლა ეს ვიდეო, არ ვიცი, ზვიად ეს თვითონ ეს ტიპი ვიცი რომ ნამდვილად უცნაური ტიპია. მამათმავალია და ეს ალბათ იგივენაირად მამათმავალია. არ ვიცი, მე დავაბრალებ, მაგრამ ამაზე ზუსტად ვიცი რომ საუბარი იყო ეგეწოდებულ სოდომურ ბრალდებებზეც. სოდომურ ბრალდებებზე, ნახე, სოდომურ ბრალდებებზე რასაც გამსახურდია არ ერიდებოდა. გაიოს კერატიშვილი იყო გამსახურდიას მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული და მხილებული, როგორც თვითონ უწოდებდა ამ ფორმას, ასე ვთქვათ. ეს მაშინ, როდესაც იყო საპატრიარქოში, მას თანამდებობა ჰქონდა და ძალიან კარგი ურთიერთობაში იყო ილია მეორის. 70-იან წლებში გამსახურდია უჭერდა მხარს ილია შიოლაშვილის აღსაყდრებას, კაპატრიარქებას და ებრძოდა ოპოზიციაში იყო გაიოს კერატიშვილს. ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ მეუფე გაიოზი არის სოდომიტი, რომ ის არის ადამიანები. ფაქტიურად ეს არის პირველი, ვთქვათ, პერსონაჟი ამ საეკლესიო სამყაროში, როცა სიტყვა მამათმავლობას ამბობდა. მარტო მის შესახებ არ იყო საუბარი, ზოგადად ამ ცოდვის პრობლემატურობაზე უფრო ზოგადად საუბრობდა იგი, რომ მთელს ეკლესიას აქვს ეს მოდებული ესცენი და ეს არის ის მექანიზმი, რომლითაც იჭერს KGB სასულიერო პირებს და რომლითაც მართავს იგი მათ. ერთი ის გამაგებინა რა, ესე იგი, თავისი ვითარება მოიწყვეს ამ ეკლესიაში, ამ მამათმავლებმა თუ რა ხდება, ერში ვერ ახორციელებდნენ ამას და ჩაკეტილი სივრცე გაჩიტეს, რომ იქ ახორციელონ ესეთი რაღაცეები? რა არის, იცით, რა მაინტერესებს? თუ მათ მამათმავლობა სურს, ვინმე უშლიდათ ხელს ამაში? მამათმავლობა თუ ესეთი ძალიან მოთხოვნადი არის ხალხო, გამაგებინეთ, რატო კრძალავთ? რატო კრძალავენ საერთოდ? ან სასულიერო პირები, ან საერთოდ რა უნდათ ამ ხალხს, რომლებიც უკრძალავენ ერს მამათმავლობას და ამ თვითონ ჩაკეტილ სივრცეში ტაშპანდურა აქვს ერთი იმის, რა ქვია, მამათმავლობის. ვინმეს თუ მამათმავლობა სურს, ხო? რატო ეშინია რომ აღიაროს რომ მამათმავალია, ვერ ხვდები რა? და რატო ეფარება ეკლესიას? და რა არის საერთოდ სად ვცხოვრობ ჩვენ? შეგვიძლია გავარკვიოთ? ნახეთ, როგორ გაჟღერდა
ამ მამათმავლობით ყავდაო თვითონ კგბ-ს ჩაჭერილი ეს თვითონ სასულიერო პირებიო რა და მოდი რა უსმინოთ საინტერესო რაღაცაა მეც პირველად უსმენ ახლა ამას ეს საბჭოთა ეპოქის წლებში გადაღებული კადრებია, რომლებიც ქართველ მუდელ სახურთა საქმიანობას ასახავენ. ვხედავთ, რომ ეკლესია ჯერ არაა სავსე. ისე როგორც იქნება სავსე 90-იანი წლებიდან, როცა ილია მეორის პოპულარობა დღითიდღე გაიზრდება ქვეყანაში. პოპულარობა კი არა, ანუ ილია მეორის პოპულარობა კი არ გაიზრდება, რომ გაზრდიან ილია მეორის პოპულარობას მერე ხალხსაც კარგად მიიზიდავენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მანამდე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად გამსახურდიას იმაში, რომ ხალხი ქრისტესკენ მობრუნდა, მაგრამ თუ ეკლესია გაივსებოდა ეს მამათმავლებით და მერე მათი მრევლი გაივსებოდა ამდენი ხალხით, ვიზი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აგენტებზე და ისევ და ისევ კგბ-ს მიერ დაგეშელ აგენტებზე, ხომ? აი ესე როგორც მერაბონიანი იძახის, რომ დავდიოდით კარ და დავდიოდით სოფელ და ვაგროვებდით ხალხს, რომ ეკლესიაში შემოსულიყო, თურმე ეკლესიაში შემოსასვლელად ხალხს იმიტომ კი არ აგროვებდნენ, რომ ღმერთთან დაეკავშირებინათ, არამედ იმიტომ, რომ პოპულარობა მოეპოვებინათ და შემდეგ კგბ-ს გამოეყენებინა ეს შემდეგი ვითარებისთვის, როგორც არის შევარდნაძის დაყენება, როგორც არის ივანიშვილის მოყვანა და როგორც არის ასევე სხვათა შორის სააკაშვილის მოყვანაც. ნუ შეიძლება იგი ფიქროს ვიღაცამ, რომ სააკაშვილი იყო პრო ევროპული და პროდასალური, თუმცა მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად იგივე ნაგავი იყო, როგორც იყო შევარდნაძე, როგორც იყო ილია მეორე, როგორც არის ილია მეორე კგბ-ს ნაგავი და როგორც არის ივანიშვილი კგბ-ს მარიონეტი. მოდი ახლა გავაგრძელოთ რა. წარმოიდგინეთ, რომ იმ პერიოდში ეს მანქანა ზუსტად იგივენაირად ითვლებოდა, როგორც დღეს 250,000-იანი ჯიპებით რო დადიან, აი იმად ითვლებოდა. აქედან რა თქმა უნდა გადმოდის ისევ და ისევ შავებში ჩაცმული, ხელში კვერთხ დაკავებული ვიღაცა ვითომ სასულიერო პირი. რამე თუ სასულიერო პირობის ამ ადამიანს არაფერი არ აცხია, მეგობრებო. სასულიერო პირი იცით როგორ გამოიყურება? ეხლავე გაჩვენებთ, მეგობრებო, აი ამ წამს გაჩვენებთ. ნახეთ, სასულიერო პირი გამოიყურება აი ასე. სასულიერო პირი გამოიყურება აი ასე. აი ასე. და აი ასე გამოიყურება იუდეველი. დიახ. სასულიერო პირი გამოიყურება აი ასე, მეგობრებო. აი ასე გამოიყურება სასულიერო პირი. და აი ასე გამოიყურება სასულიერო პირი. აი აქ, როგორც ზის. და იუდეველი გამოიყურება აი ასე. აი ასე და აი ასე. და როცა ზვიად გამსახურდია, საპატრიარქოს შეიძლება ითქვას უკომპრომისო კრიტიკოსი, ცოცხალი აღარ იქნება. ეკლესია ჯერ არაა ხალხით სავსე, იმიტომ რომ ეკლესიის გარეთ კგბ-ს გადაცმული თანამშრომლები დგანან და აღრიცხავენ ყველას, ვინც შედის ტაძარში. მაგრამ დგანან არა მარტო გარეთ. ეკლესია ემორჩილება ხელისუფლებას და გარკვეული თვალსაჩინით ემსახურება კიდეც მას. აი დაინახეთ ხო? დაინახეთ აქაც რომ აქ ხო ბებერი არ არის ეს და ნახეთ პირჯვარს როგორ იწერს რა? აი კარგად დააკვირდით, პირჯვარს არ იწერს ეს ადამიანი. კარგად დააკვირდით ყველა პირჯვარის გადაწერის დროს რა. ტაძარში. მაგრამ დგანან არა მარტო გარეთ. ეკლესია ემორჩილება ხელისუფლებას და გარკვეული თვალსაჩინით ემსახურება კიდეც მას. ეს არის პირჯვრის გადაწერა მისი? ხანში გამსახურდი ასევე იწყებს ილია შიოლაშვილის, როგორც ამ შემთხვევაში უკვე პატრიარქ კათოლიკოს პატრიარქის რანგში მის კრიტიკას და მის მხილებას ღიად საჯაროდ იწყებს მის მხილებასა და კრიტიკას
და ჩდება დაპირისპირება მასსა და პატრიარქს შორის. ის აგრძელებს ამ ხილების ტრადიციულ ხაზს, რომ ჰომოსექსუალიზმი, აი სოდომის ცოდვა ბატონობს ჯერ არ არის რომ არა ხელისუფლებაში არ არის ხო ეს 80-იანი წლებია რომ პატრიარქი უწყობს აი ცოდვის მატარებელ ადამიანებს ხელს ეკლესიაში კარიერის გაკეთებაში ის მფარველობს და ახალისებს ამას ასევე ეკლესია ისევ ჩაფლულია ასე ვთქვათ აი სიხარბისა და მომხვეჭველობის ცოდვაში და თანამშრომლობს საბჭოთა სულთან როგორც თვითონ უწოდებდა კგბ-სთან ხომ ეს მუდმივი ხაზია ასე ვთქვათ კრიტიკის და სრულიად სამართლიანი ამ თვალსაზრისით ხო კგბ-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და ასევე არსებობს წერილი რომელსაც ქალბატონი მარანა არჩვაძე კითხულობს თვითონ ეს არის წერილი ახალგაზრდისადმი მორწმუნე ახალგაზრდისადმი სადაც საუბრობს ეს სულიერი მსხენობის შესახებ გამსახურდია სულიერი გამსახურდია საუბრობს მისი სულიერი მსხენობის შესახებ იმის შესახებ რომ მან ვერ მოიპოვა ასე ვთქვათ ნავსადგური ვერ იპოვა ეკლესიაში მოძღვრის სახით ვერც ერთი მღვდელი ვერ ბედავდა გამხდარიყო ჩემი მოძღვარი ალბათ სიკვდილის შიშით ხშირი იყო ტერორის შემთხვევები ერთადერთი იყო მამა გაბრიელი სალოსი გოდერძი ურგებაძე რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა მაგრამ მოძღვრობა მას არ შეეძლო მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ერთი თვის ვაჟი ცოტნე 1976 წელს სუკის შერისხება შვილებზეც ვრცელდებოდა ისიც თავის ბინაში სადაც მას ეკლესია ჰქონდა მოწყობილი 1984 წლის დასაწყისში ეგრეთ წოდებული თვითმფრინავის ბიჭების საქმის მონაწილეთა სასამართლო პროცესის შედეგად დახვრიტეს როგორც მოგვიანებით გაირკვა სრულიად უდანაშაულო მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე საპატრიარქომ არათუ პროტესტი არ გამოხატა ამ ფაქტის მიმართ არამედ გაემიჯრა მას და მღვდლის არასათანადო სასულიერო განათლებაზე გააკეთა აქცენტი აგერ ამ დღეებში გამოქვეყნდა დოკუმენტი რომლის თანახმად 1984 წელს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თლად პანაშვიდი გადაუხადა კრემლის გარდაცვლილ პირველ კაცს იური ანდროპოვს გაიხსენეს ისიც რომ ამის შემდეგ პერესტროიკა დაიწყო საბჭოთა კავშირში ბექამინდიაშვილი ამბობს რომ საქართველოს პატრიარქმა პერესტროიკას მხარი დაუჭირა განსხვავებით ზვიად გამსახურდიასგან რომელმაც საბჭოთა ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლის გზა აირჩია სწორედ ბრძოლის ამ ეტაპზე შეეცადა იგი მართლმადიდებლობის და ნაციონალიზმის ერთმანეთთან დაკავშირებას რასაც ბექამინდიაშვილის აზრით ილია მეორე არ იზიარებდა მე მახსოვს ერთი რამ რომ გამსახურდიამ ცხოველობა დღე იყო აი მისი გამოსვლა მახსოვს თავს დაესხა ბაპტისტებს მაგალითად და აი სექტანტებად მოიხსენია სხვები მაგრამ ასევე მახსოვს შეხვედრა სხვა რელიგიურ გაერთიანებასთან სადაც ის საუბრობს რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს უნდა ქონდეთ რწმენის თავისუფლება უნდა იყოს ტოლერანტული განწყობები წარმმართველი საქართველოში მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებელ ეკლესია იქნება სახელმწიფო სტატუსის მატარებელი და წარმმართველი ამ თვალსაზრისით მოწინავე ამ თვალსაზრისით და სხვა რელიგიებსაც აქვს თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი საქართველოს განვითარებაში ამას საუბრობდა მაგრამ როგორც გითხარით ამ დაპირისპირებაში მაინც შევიდა ასე ვთქვათ სხვა რელიგიებთან სხვა აღსანიშნავად მაგრამ პარალელურად ზუსტად იგივეს აკეთებს კათოლიკოს პატრიარქიც ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტი 78-დან 84 წლის ჩათვლით ეს ფაქტობრივად აი კგბ-ს მიერ გაყვავული გზა იყო მისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ორგანიზაციის სათავეში ვერ მოვიდოდა, გამორიცხული იყო უბრალოდ ეს. შემდეგ ანდროპოვის ორდენიც კი მიიღო 83 წელს ხალხთან. გესმით ხო აქ რა ხდება? გესმით ხომ რას ყვება ეს ბატონი? ანუ ეკომენურ გაერთიანების თავმჯდომარე დრო დანიშნეს ილია მეორე. მაგას ყვება. და კგბ-მ გაუკვალა გზა. ლამზირა გურბელაშვილი წერს რომ ანუ ვფიქრობ გაყალბებულია გამსახურდიას ნათქვამი ალბათ გაიოზზე ხო ლამზირა მეც ეგრე ვიფიქრე რატომაც ევროპის ორდენი ერქვა ამას
და ეს იყო ადამიანი, რომელიც აი თანალოცვაში მონაწილეობდა, აზიარებდა კათოლიკეებს, აზიარებდა ანგლიკანებს, ამის გამოც ხდებოდა მას კრიტიკა, მაგრამ როგორც ჩანს ეს მისი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, და ღირებულებითი განწყობა არ იყო, ეს იყო რაღაცა საბჭოთა დავალების კონტექსტში იქნებოდა და ამ კრიტიკას ვერ გაუწევს ეწონას ვერ გაუწევს 91 წელს ამას ვიხსენებ სწორედ აი მას შემდეგაც გამსახურდა თითქოს რადიკალურ პოზიციას იჭერს აი ამ სხვა ეკლესიებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აკრიტიკებს უფრო სწორედ სხვა ეკლესიებთან თანამშრომლობას და საკუთრივ 11 წელს კათოლიკოს პატრიარქი ქმნის სამისიონერო განყოფილებას და სადაც ამბობს შემდეგ სამისიონერო განყოფილების გახსნისას წარმოთქმული სიტყვაა რომ სიტყვა და ასე ჟღერს ეს სიტყვა რომ ყველა ადამიანი ვინც შეუწყობს ხელს საქართველოში სხვა აღმსარებლობების გავრცელებას იქნება გამოცხადებული არა მარტო ეკლესიის არამედ საქართველოს მტრად ქართველი ერის მტრად ეს იყო სრულიად ზადამცემი ფრაზა იმიტომ რომ მანამდე ასეთი რამ მას არასოდეს წარმოუთქვამს მართალია თქვენ ადრე უკვე რამდენჯერმე ბრძანდებოდით ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებულია და ისტორიული ორივე ეკლესიისათვის, რადგან ახლა თქვენ ეწვიეთ საქართველოს როგორც უძველესი და უპირველესი ეკლესიის მამათმთავარი და მსოფლიო პატრიარქი, ღირსეული გამგრძელებელი იმ ტრადიციებისა, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ეკუმენურ საპატრიარქოს. 93 წლის ეპისტოლეში საუბრობს იმაზე, რომ ეკუმენურ საპატრიარქოს რომ ახასიათებს ლამზირას კომენტარებს წავიკითხავ. კი, თამარ გაიოსზე ხალხის უმეტესობისთვის ხომ ავტორიტეტი იყო ზიად გამსახურდიას ნათქვამიო ამბობს შეიძლება კერატიშვილს მოუგონეს რომ ილია მეორის მხარეს გადახრილიყო ხალხი ხალხის უმეტესობისთვის ხომ ავტორიტეტი იყო გამსახურდიას ნათქვამი ხო იმ პერიოდში პრინციპში გამსახურდია ჯერ არ იყო პრეზიდენტი როდესაც აი ეს მოხდა ხო ხელა საქართველოს დგას საფრთხის წინაშე, ეს არის სექტების გავრცელება და სექტებად მოიხსენიებს იგი კათოლიკე ეკლესიას, ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას, ლუთერულ ეკლესიას, ვედურ რელიგიებს და ასე შემდეგ. საქართველოს პატრიარქი უდიდესი როლი ითამაშა არა მარტო ეკლესიის, არამედ დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის განვითარებაში. აი ჩვენ რომ სახარებისეული პოსტულატი მიეც კეისარს, კეისრისა და ღმერთს ღვთისა. აი სწორედ ამის განსახიერება იყო მისი უწმიდესობა, რომელიც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ლოიალური იყო, რა თქმა უნდა, თვალს ხუჭავდა რაღაც საკითხებში და კეისარს, კეისრისას აძლევდა აი მაგალითთვის შემიძლია ვთქვა ისე როგორც დაუშვათ ეფრემ მეორე თავის დროზე მაგალითისთვის რომ საეკლესიო ლიტერატურა კალენდარში იყო ლენინის დაბადების დღე როგორც ასე ვთქვათ საერო ეს კისერ გაშეშებული ადამიანი კიდე ნამდვილად მოსყიდულია ქრისტესანიშნავი დღე 7 ნოემბერი ეს იყო ეს ხარკი იყო მაგრამ ამავდროულად ის რაც არის ღვთის ის რაც არის ეკლესიის ფუნქცია ჭეშმარიტების გადაგება მოსახლეობის მორალური ზნეობრივი გაჯანსაღება ეროვნული თვითშეგნების თავისუფლების დამოუკიდებლობის გრძნობის განვითარება ამ კუთხით ჩვენი პატრიარქები და მით უმეტეს უწმიდესი ილია მეორე იყო შეუვალი თუნდაც ის შეუვალი კი არა ეტყობა შევალული იყო უკვე ღრმად ქონდა რა შერჭობილი რომელი პერიოდი იყო საქართველოს ოქროს ხანა როცა ყველა რელიგიებს ჰქონდათ უფლება რომ თბილისში ყოფილიყვნენ და რომელი ხანა იყო ეს გაგახსენდათ ხო ესე იგი მთლად ცუდი არ ყოფილა სხვადასხვა რელიგიები რომ საქართველოში დამკვიდრებულიყო ასევე მათ შორის დავით აღმაშენებელი ყველა რელიგიის წარმომადგენელს ეთანამშრომლებოდა და ესაუბრებოდა
და ყველა რელიგიის წარმომადგენელს ჰქონდა უფლება ყოფილიყო საქართველოში. და რატომღაც ილია მეორემ გადაწყვიტა ეს სხვანაირად. მას ხომ ღრმად ჰქონდა კარგად შერჭობილი. ფაქტი, რომ ყველა ჩვენ წარმოგვიდგენია რა ზეწოლა იყო ეკლესიაზე, მაგრამ სიონის ეზო გადააქცია დისიდენტთა შეკრების ადგილად. სადაც თვითონ მიდიოდა წირვა-ლოცვაზე, მთელი ეს ჯგუფი ადამიანებისა ხომ მას მიყვებოდა. ეს იქნებოდა თბილისში თუ რაიონებში. აი მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ არა მარტო მორწმუნეები, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც სტიქაროსნები ამ შემთხვევაში როგორც სტიქაროსნები ამასაც ღრმად ჰქონდა ეტყობა შერჭობილი ტრაქში და იცით რა არის ამ შემთხვევაში მეგობრებო? აბსოლუტურად ყველანაირი ძალა ჩამოიშორა ილია მეორემ, რომელიც პრინციპში შეიძლებოდა ყოფილიყო სამხელი საშუალება გამხდარიყო იმ არასწორი რელიგიისა, რომელიც მერე დაითესა აი ამათ შემოსვლისა და ამ ყველას მოშორების შემდეგ და თავიანთი უკვე მამათმავლური აღლუმის ეკლესიაში უკვე დაფარულად გავრცელების დროს რა. აბა ვნახოთ რა სიტყვენ კიდე. საკუთრებისიც ვიყავით. არამედ ეზოში იყო ნაკლებმორწმუნეები, ათეისტები, იუდაველები, კათოლიკები, ეს ადამიანები, რომლებიც ღიად ავრცელებდნენ პროკლამაციებს, ლიტერატურას. რას ლაპარაკობ, ღიად ავრცელებდნენ პროკლამატურას და დღეს უკვე ილია მეორემ გაავრცელა თავისი პირით, რომ იახვე არის ღმერთის სახელი, გესმით? ხო და სხვას რატო უნდა ქონოდა უფლება? ილია მეორეს ხო უნდა ეთქვა ეს გაევრცელებინა სრულიად საქართველოსთვის, რომ იახვე არის ღმერთის სახელი, გესმით? ორი სახელი აქვს ღმერთს. ელ იახვე თურმე ილია მეორის და იქ რო იაღოველები იდგნენ, იმათ არ ქონდათ უფლება, რომ ელაპარაკათ, არც ბაპტისტებს არ ქონდათ უფლება, რომ ელაპარაკათ, არც კათოლიკებს, მაგრამ ილია მეორეს კგბ-ს მიერ დავალებულ ხალხს კი ჰქონდათ უფლება, რომ ესაუბრათ. ხმამაღლა საუბრობდნენ სიონის ეზოში, სასულიერო პირები მაქსიმალურად უწყობდნენ ხელს, მათ შორის ფინანსურადაც, მისი უწმინდესობა ფინანსურადაც ვიწყობდა ხელს. გათიშე და იბატონე იმპერიული მოსკოვის გამოცდილ ტაქტიკას ოპოზიცია ეროვნული მოძრაობა უნდა დაეზიანებინა. ეს აშკარა იყო. მამუკა გიორგაძე, რომელიც იმხანად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მოგვიანებით ითქვის, რომ დამოუკიდებლობის იდეამ ეროვნული მოძრაობა გააერთიანა, მაგრამ სახელმწიფოებრიობის იდეაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორი იყო პატრიარქის პოზიცია ამ დროს? სამწუხაროდ გამსახურდიასთან იყო პრობლემები, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდანაც, რომ აი ამ საქმეში ზღვარი, ფაქიზის ზღვარი, რომელიც გადის ხილებასა და ტრისტისკვილზე წყლის დასხმას შორის, ეს ყოველთვის არ იყო დაცული. ამას ემატებოდა დოგმატური საკითხები. ამას დოგმატური საკითხები, აი დღესაც არის წარმოდგენილი თითქოს რომ ბრძოლა რაღაც ტახტისთვის. არა ბატონებო, იქ დოგმატური საკითხები ემატებოდა, ხა დღეს უბრალოდ მარტო ერთი რო დავასახელო საკამათო თემა სამებაში სქესის საკითხი. ხო წარმოგიდგენიათ რა დათვისთვის საკითხია და იქ სასულიერო პირებს და აი ამ იდეის ავტორებს შორის რომ დაპირისპირა იქნებოდა ხო ყველასთვის ნათელი სამებაში სქესის საკითხის კითხვა თურმე ძალიან ცუდია. ხო წარმოგიდგენიათ რაც სქესზე საუბრობთ ჩვენ. როგორ გაბედეთ, რომ სამებაში სქესზე საუბრობთ. რაღაც სატანური არის ამ სქესში რა. სქესზე საუბარი სატანურია, ესე იგი? მარტო ლგბტ-ებს არა აქვთ უფლება, რომ სქესზე ისაუბრონ? ერთსქესიანობაზე რო საუბრობენ, არა აქვთ იმათ უფლება და თქვენ გააქვთ უფლება, ხო? რატომღაც დოგმატურ საკითხებში. ჭკუასელებო. და მრავალი სხვა თემები დაუშვათ იგივე დამოკიდებულება, თუმცა დოგმატური დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ და აი იგივე როცა საუბრობთ გამსახურდიაზე შტაინერის თემა შემოდის აქ და აი ეს მიმართულება. ბიჭო, ამ შტაინერის მიმართულებაზე აზე არ არიან ტიპები. შტაინერმა რა გააკეთა და ყველაზე ახლოს რო იყო ქრისტესთან. და
ყველაზე მეტი რამე რო გააკეთა აი ამ ქვეყანაზე საერთოდ სასიკეთო თუ ადამიანს შეიძლება რამე სიკეთე მიეცეს და ამ შტაინერს გადაკიდებული არის ეკლესია. ხო, კონსტანტინე მუნგაწეს ეს კი ისე გაშეშებული არსება მტერი იყო ეროვნული მოძრაობისა და ზვიადისა, ისევე როგორც ილო მეორე უნაძირალესი პასკვილებს, რომ აგზავნიდა მოსკოვში ზვიადის საწინააღმდეგო რაის დისიდენტების მომხრე. გვახსოვს. ეს დებილი კი ისე გაშეშებული დევნილ პრეზიდენტს, რომ მისდევდა და ოქრო გაიტაცაო, რომ ამტკიცებდა, ისიც გვახსოვს. უნამუსოა, თორემ ხმას საერთოდ არ ამოიღებდა. ალბათ, კონსტანტინე, არ ეთყობა ეხლა კი ისე გაშეშებულობა, ხა ადამიანს ყველაფერი ეთყობა, სხეული საუბრობს ყველაფერზე და მე რა მაინტერესებს იცით, აი აშკარა არის, რომ ამათ იგივე ძალაუფლების ჭერა უნდათ ხელში, რასაც უშლიან სხვებს. მაგალითად, ეხლა შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მე LGBT-ს ვიცავ, ან ვიცავ ვიღაცა ბაპტისტებს და ვიცავ ვიღაცა იაღვეველებს. არავის არ ვიცავ, მეგობრებო, რა. უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რომ აბსოლუტურად იგივეს აკეთებენ ესენი, რასაც აკეთებენ LGBT-ს წარმომადგენლობა, რასაც აკეთებს ბაპტისტი, წარმომადგენლობა ბაპტისტები, რასაც აკეთებენ იაღვეველები, რასაც აკეთებენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები თუ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. იმიტომ რომ აბსოლუტურად იგივე საკითხს ეხებიან, რასაც ნიშნავს, რომ თურმე სამება არის ერთსქესიანი, მხოლოდ ერთსქესიანია. და თუ კი სამება ერთსქესიანია LGBT-ს წარმომადგენლებს, რატომ ეომები, რომ სხვადასხვა სქესობრიობა არ შეიძლება, ხო? ანუ იგივე იმაში სისუსტეში დაარტყა LGBT-ს წარმომადგენლობამ აი ამ წარმომადგენლობას რა. აი ეკლესიის ვითო მართლმადიდებლების წარმომადგენლობას და იგივე სისუსტეში უტყავს და იგივე გზით ამხელს, რომ თუ შენი სულიწმინდა, შენი სამება არის ერთსქესიანი, რატომ არა გვაქვს უფლება, რომ ჩვენც ვიყოთ ერთსქესიანი, ხომ? რომელი სქესიც მინდა, ის მქონდეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ ღმერთმა ადამიანების შექმნა, მას მდედრი სქესიც ქონია თავის თავში. მაშასა და მე მეგობრებო რა, აქ მიდის ორთა ბრძოლა სატანასა და სატანას შორის და მოდი ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს საკითხი. აი ამ კუთხით და აი დაძაბულობა, რომელიც ჰქონდა მას ეკლესიებთან. ეროვნული მოძრაობა, როგორც გითხარით, არის რელიგიური მოძრაობა, ასე ვთქვათ, რელიგიის აღდგენის, დაბრუნების რას ლაპარაკობ? ანუ ესე იგი, ეროვნული მოძრაობა ყოფილა რელიგიური მოძრაობა. რა კარგი რაღაც დასკვნა გააკეთა ახლა ამ ბატონმა. ესე იგი, რახან ადამიანი არის ეროვნული და უყვარს თავისი საკუთარი მიწაწყალი, უყვარს საკუთარი წარმოშობა, უყვარს საკუთარი ენა, მამული, სარწმუნოება, ხომ? რელიგიური ის ყოფილა, რელიგიური. და აბა მაშინ ის რაღა ყოფილა, მაშინ ეროვნული სულისკვეთება რო გაქვს ადამიანს, შენი საკუთარი ერის მიმართ, სამშობლოს მიმართ სიყვარული, მაგას რა ქვია? პატრიოტობა? თუ მაგას ქვია ისა რა ქვია? ნაცისტური მოძრაობა? ანუ მე რო ჩემი მიყვარს და პატივს ვცემ, ესე იგი რელიგიური მოძრაობა ყოფილა ეს. გესმით? და ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე ყოფილა თურმე უზენაესი წარმომადგენელი სამებისა. უწმინდეს და უნეტარეს. ხო, ეგრე დაარქვეს, აბა სხვა ჩვენს პატრიარქებს როდის ერქვათ ეგრე, მარტო ამას ქვია, იმიტომ რომ ეს ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე იყო ერთ დროს და უწმინდეს და უნეტარესის რანგშია აყვანილი. მოდი აბა. აქციაზე ეროვნული მოძრაობის 1997 წელს
თორჩლების სექტემბერში იყო ეს აქცია, რომელმაც მონაწილეობდა პატარა ვიყავი ძალიან მაშინ. დააკვირდით ტბაზე მეგობრებო რა. ხაწები და ჯვრები ხალხი ამ აქციას და მთელი ეროვნული მოძრაობის განმავლობაში ნებისმიერი აქცია იყო, ასე ვთქვათ, ამ აქციის ანტურაჟი იყო ეს რელიგიური სიმბოლოები, იწყებოდა და სრულდებოდა ლოცვებით, გამოდიოდნენ სვეტგამსახურდიას ან სხვა ეროვნული ლიდერების მომხრე სასულიერო პირებიც მათ შორის. ესე იგი რა ხან ლოცვით იწყებოდა საკითხები, ხო? ეს რელიგიური ყოფილა. ბიჭო, ყველა ჭამაზე ლოცვით იწყება მთელი რიტუალი, ხო? ტრაპეზი. ნებისმიერად ჩვეულებრივად მართლმადიდებელ ოჯახში ლოცვით უნდა იწყებოდეს ტრაპეზი. დილას, საღამოს, შუადღეს. ლოცვით უნდა იწყებოდეს აბსოლუტურად ყველანაირი მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი თემა რაც არის, იმიტომ რომ იქ როდესაც ლოცულობ აუცილებლად განგეშორებიან ბოროტისულები. და რახან ლოცვით იწყებოდა თურმე ეროვნული ყრილობები, ხო? ესე იგი რელიგიური ყოფილა ეს. ანუ აზრზე ხართ რომ ტიპები ვერ არჩევენ ერთ რამეს რა, რომ ლოცვა მარტო ეკლესიაში კი არ უნდა ხდებოდეს. ლოცვა უნდა ხდებოდეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გესმით? ყოველდღიურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, როდესაც რაღაცა ყრილობა ხდება, სადაც ძალიან ბევრი აზრი ერთად არის მოქცეული და ძალიან ბევრ აზრს უწევს თავისი ვითარების დაფიქსირება და იქ, სადაც ბოროტი ძალები გასაყრელია, აუცილებლად ლოცვით უნდა იწყებოდეს. მარტო ეკლესიაში კი არა. და ეს მონათლეს ახლა ამათმა იმათ, რა ქვია, ახალ რელიგიურ წარმონაქმნად რა. და ნუ აი რაღაც ეროვნულ რელიგიურ რიტუალებს წააგავდა ეს. ხო, ანუ რიტუალებსო თანახეთ, ეროვნულ რელიგიურ რიტუალებს წააგავდა. ესე იგი, თავისი პირით აღიარებს, რომ ეს რელიგიობა და ეს ყველაფერი ეკლესიაში არის რიტუალები და ნუ ალბათ გავიხსენოთ, რომ ქრისტე არც ერთ რიტუალს არ იყენებდა, აბსოლუტურად არც ერთ რიტუალს არ სცემდა პატივს და თაყვანს. არც ერთს. ახლა შენ კი არ მოგისმენენ მინორას მსგავსი ჯემპრი რომ გაწვი მინორას გავს მართლა მოიცა 1 2 3 4 5 რა ვიცი ახლა სასანთლეები აქ არ აყენია და თუ კი გეტყვენეს რა გაწვიაო არა და დღეს განსაკუთრებულად რაღაც თემაზე უნდა მესაუბრა და სრულიად სხვა ვითარებისკენ წარიმართა ეს და ხო ნახოთ მოდი ამიტომ ჩავიცი ეს ჯები ჩემო კარგი თორნიკი. კათოლიკოს პატრიარქი იყო თითქოს განაპირებული ამ მოძრაობისაგან და დაპირისპირების აი ველზე ეხლა გამახსენდა უბრალოდ ამის აღქმა არ შეიძლება. ყველაზე თვალსაჩინოდ მეწყვილებს აი დაპირისპირების გაჩენის შესახებ უკვე კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ გამსახურდიასთან ის თუ რა პოზიცია დაიკავა ილია შიოლაშვილმა მისი დაკავებისას, გამსახურდიას და კოსტავას დაკავებისას. მან გამოაქვეყნა წერილი ლიტერატურულ საქართველოში, სადაც ბრალსტებს დაკავებამდე ხდება. ასევე მას იმაში თითქოს ფაშიზმს უწყობს ხელს. ამის შესახებ საუბრობს აი ცნობილ ჩანაწერში წერილთა კავშირის ჩანაწერში, სადაც ხდება გამსახურდიას გასამართლება, ასე ვთქვათ, წერილების კოლეგების მიერ ამ კრებას უძღვება გრიგოლ აბაშიძე და აი იოსებ ნონეშვილი ცნობილი. ბიჭო, ეს ლუყუნა ხალხი და ყბაჩუა ხალხი და რა ვიცი მე ყველანაირი როგორ ყველა ესეთი ხალხი აყავთ არჩეული ამ კგბ-ს წარმომადგენლებს რაღაცი ნაკლი რო აქვს რა გარეგნულად რაღაცის ნაკლი რო აქვს რა ეხლა თუნდაც ამას ყვა გამოწეული ხო ეს ყბის გამოწევა მეგობრებო იცი ისი ნიშანია ეს ყვის გამოწევა იმის ნიშანია რომ შენს არსში არის რაღაცა შეცდომა ანუ სულიერი შეცდომა არის გესმის და ეს გამოისახება შენს გარეგნობაში და მე ამ ადამიანს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ესეა რეალობას ვამბობ როგორც გამოიყურება იმას ვამხელ გესმით რომ ამ ადამიანს სულიერი ხინჯი აქვს და ადამიანები საერთოდ სულიერი ხინჯით როდესაც მოევლინებიან ამ დედამიწაზე მათ წამოყოლილი აქვთ ეს სულიერი ხინჯები წინა თავისი
წინაპრებისა თუ თავისი ცხოვრების მიერ განვლილი ცხოვრებიდან. და როდესაც ახლა ეს ადამიანი მე მესაუბრება რომ კათოლიკოს პატრიარქზე სასიკეთოდ და ზვიად გამსახურდიას რაღაცნა ირონიულად მოიხსენიებს, ხო? იმ ზვიად გამსახურდიას, რომელმაც თავის დამოუკიდებლობა აღუდგინა საქართველოს, ხო? აქ უკვე ჩანს, რომ სულიერი ხინჯი მისი აი ყბაჩუობაში გამოიხატა. უკვე ჩანს რა სულიერი ხინჯი აქვს მას. ეს მამუკა გიორგაძე ეროვნულ დამოუკიდებლობის პარტიის წევრი იყო, გიორგი ჭანტურიას პარტიის წევრი იყო, რომლებიც ეროვნულ სახელმწიფოებრიობას და ამას რომ ნამუსი ჰქონდეს შუბს გაიხრიტავდა. ერი დღეს რომ სულს ღაფავს სიღარიბეში. ხო, წერს პლატონი ხუციშვილი. ხო, პლატონ, აშკარაა უკვე რომ პირდაპირ ეს მიდის რა, რეალობის შემოტრიალება მიდის ზვიად გამსახურდიის შესახებ. გამსახურდიას შესახებ. რატომ, რისთვის ეს არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, აი ახლა უკვე გამოცდილი ხალხი წერს, რომ ესენი ყველანი ჩართული იყვნენ ამ საკითხებში და სავარაუდოდ მიქარულიც აქვთ ბევრი, ახლა კარგს ვარ ილაპარაკებენ ზვიადიზე, ხო? არა და ფაქტი სახეზია, რომ ერთადერთი დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს მოუტანა ერთადერთმა პრეზიდენტმა, ეს იყო ზვიად გამსახურდია, დანარჩენმა ყველა პრეზიდენტებმა თუ პატრიარქმა საქართველოს განადგურება დაიწყეს, განადგურება და აი ასეთ სიტუაციებს და ასეთ ვითარებაში ჩვენ ასეთ ადამიანებს უწოდებთ უწმინდეს და უნეტარესებს და ვცდილობთ რომ იმ ადამიანმა რომელმაც რეალურად რაღაც გაუკეთა საქართველოს საკეთილდღეოდ ის მიწაშიც კი არ მოვასვენოთ, გესმით? ხო, და ზვიად გამსახურდია რო ყოფილიყო ცოტა სალოსი, აიღებდნენ და ბერი გაბრიელისავით დაწერდნენ მის გამონათქვამებს, რაღაცებს, დაუმატებდნენ კიდევ მრავალს თავის გამონათქვამს და აზრს და გაყიდიდნენ მის წიგნებსაც, გესმით? მაგრამ რადგან ეს ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას კონკრეტულად თავისი პოზიცია ჰქონდა ანუ არა სალოსურად, არამედ პირნათლად ჰქონდა დაფიქსირებული თავისი მოსაზრებები, ხომ? ამას ვერ გააკეთებენ. ამიტომ მისი სიტყვებით და წიგნებით ფულს ვერ გამოიმუშავებენ და ამიტომ უთხრიან ძირს. რა თქმა უნდა, ბერი გაბრიელი რომ არ ყოფილიყო სალოსი, მასაც მოუთხრიდნენ დღემდე ძირს. მაგრამ ბერი გაბრიელი აწყობთ იმ შემთხვევაში, რომ ალაპარაკონ, იმიტომ რომ მან მართლაც პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, მას მიაწერონ ისევ თავისი რაღაცა ფრაზები, რომლებიც თავისას საკეთილდღეოდ შეიძლება ჟღერდეს და ვითომ გაბრიელმა თქვა და იყოს წმინდანად შევრაცხოთ. აი ესეთი რაღაცა გესმის და შემდეგ ამის წიგნებიც გავყიდოთ და ჟურნალისტად ვინც უზის ის მამათმავალია. ხო, ეგ ვიცი რომ მამათმავალია და სერიოზული მამათმავალია, სერიოზული, მრავალ გამოცდილი. ხო, მოდი ახლა გავაგრძელოთ. პოეტი იყო, პოპულარული პოეტი იყო მაშინ, იღებს სიტყვას და ამბობს ესეთ რამეს, რომ ის არის აღშფოთებული, მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტიზმს გამსახურდიას ოჯახს და ამით იწყება ყველა გამოსვლა ფაქტობრივად, რომ ეს გამსახურდიას როგორ შეიძლება ეგეთი იყოს და ასე შემდეგ, ხო? აი ამბობს ესეთ რამეს, რომ ესე იგი, რა თქმა უნდა, აღელვებულია და აღშფოთებულია იმით, რომ თითქოს გამსახურდია ხელს უწყობს ქართველი ფაშისტების სახელების, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციას, გენერლების თუ მწერლების და რატო ფაშისტების? ანუ ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ რა შუაში აქვს ფაშიზმი? ანუ თურმე ზვიად გამსახურდი არის ფაშისტების მომხრე და ილია მეორე არის ზეციდან ჩამოსული ანგელოზების მომხრე. ახლა დააკვირდით ამათ ჯდომას, როგორ ზიან. ამათ ჯდომაში, როგორც სხედან, თავისი ენა არის გამოკვეთილი და ვის უკანალის ტკივა და ვის არა ჩანს. მოდი, დააკვირდით მაგასაც. აღელვებულია, რა თქმა უნდა, ეს ეთანხმება პროკურატურასაც და ეს ეთანხმება
კათოლიკოს პატრიარქსაც. გამსახურდიას წინააღმდეგ კრიტიკაში და მხილებაში, გამსახურდიას მხილებაში. ანუ პროკურატურა და კათოლიკოს პატრიარქია ერთად აღავს მოყვანილი იოსებ ნონეშვილს. ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, დღესაც ამტკიცებს, რომ პატრიარქი ილია მეორე უკვე აღარც მალავდა, რომ მისი სიმპათია ეროვნული მოძრაობის შიგნითაც გამსახურდიას ოპონენტების მიმართ იხრებოდა. იქამდე სანამ ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდოდა და იმის მერეც, რაც ზვიად გამსახურდია ქვეყნის სათავეში მოვიდა და თავისი ოპონენტების ნაწილი კრემლის აგენტებად მონათლა. ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგაფრთობას. სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად ამის გამწარებული სახე ნახეთ რა უწმინდესის თვალები აქვს, ნახეთ. პლატონი წერს, ბერ გაბრიელმა თქვა, ჟიადის მტერი ერისა და ქვეყნის მტერიაო. თორნიკე სოხუმელი წერს, ცოტნე გამსახურდიას ინტერვიუ გააქვს, მონასმენი იაგოს გირჩ ხვიჩიასთან არ მაქვს თორნიკე მონასმენი. ხო, დააკვირდით, რა უწმინდესის თვალები აქვს თურმე ამ უწმინდეს. ხო. უნდა უზრუნველყოს საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულით არ რჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა. და ალბათ ეხლა ამ დროს გული უსკდება ილიას რა. მაგალითად კიდევ ერთ ფაქტს, რომ პატრიარქი გამოდის და როდესაც ესე იგი მხედრიონის, რომელიც იყო წვიური ტერორისტული დაჯგუფება და ესე იგი მათ რაღაც დაჭერეს სახელმწიფო მოსამსახურეები, პოლიციელები, დაწყილეს რამდენიმე შენობა და დაიწყო ესე იგი მხედრიონის დაჭერები, განეითრალება. ხო, აი პატრიარქი მაგალითად გამოვიდა და თქვა, რომ ესე იგი გამსახურდიან პრეზიდენტმა აუცილებელია დიალოგი აწარმოოს და მოусმინოს სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს და რაღაც ასეთი. აქ არ არის საუბარი, აქ არ იყო პოლიტიკურ ოპოზიციაზე ლაპარაკი. ეხლა ეს ამერიკელებთანაც იყო შემდგომ გამსახურდიას საუბარი და ისე უუბნება იმას, ჯეიმს ბეიკერს პასუხობს, რომ ესე რა ქვია, არ არის პოლიტიკურად დაპირისპირებაზე საუბარი, ისე რომ ეს ხალხი კონკრეტულ დანაშაულში ჩადის, ისე მას რა ქვია, ასახიჩრებს ხოცავს ხალხს და ასე ვთქვათ. ატარებს ტერორისტულ აქტებს და მეორეს მხრივ, როდესაც ესე იგი მამამ მოუწოდა ილია მეორეს, ესე იგი ერთის მხრივ ხო იმან ესე იგი მოუწოდა ამ დამნაშავეებისთან დიალოგისკენ, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ესე იგი მამაჩემი თხოვდა უფრო ქმედითი, უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას, იგივე რაღაც მორალური შუამავლის როლი რომ ეკისრებინა, იგივე ის რომ საზოგადოება არ გახლეჩილიყო, იგივე რომ ესე იგი რაღაც დისკუსიის რაღაც ჯანსაღი გზით წარმართულიყო ეს პროცესები, ის როგორც წესი მასთან ურთიერთობას თავს არიდებდა. მისი უწმინდესობის ქმედება 9 აპრილს. ეს არა მარტო ის, რაც მან თქვა, მე როგორც მოიქცა. ეს მისი უწმინდესობა რატო რა კათოლიკოს პატრიარქად ვერ მოიხსენიებე? მისი უწმინდესობა. მამაჩემი რო შედიოდა ილიასთან 10 ჯერ გააფრთხილეს, რომ ესე მიმართეო რა, უწმინდესო და უნეტარესო, უწმინდესო და არ შეგეშალოსო და ჩემი შევიდა და ბატონო ილია მეორე ეგრე მოუხდება. რა უწმინდესი და უნეტარესობა. თქვენ ალაოთ ხო არ გაქვთ მართლა რა. უწმინდესობა და უნეტარესობა. იჯეროთ რომ გაყვანის მოწყობებით გაყვანა რო უნდოდა და მის მოწინდესობა ფიზიკურად გაარღვია კორდონი. და მეც კი გაუცებული ვიყურებდი მის გვერდით თითქოს მეგონა რომ ისი ყველა უნარჩვევა ვიცოდი. ამ ადამიანის ლაპარაკსა და მანევრაზე უკვე იტყობა რომ რა მაგარი გაიცვე რა გველი ტიპია რა.
მარტო ქვედა ტუჩს რო ათამაშებს და მაღლა ტუჩს რო ვერ ამოძრავებს. და კისერი რო გაშიშებული აქვს. და შემცაც კი გაუგება გაურკვეველი იყო, მოულოდნელი იყო და ფიზიკურად გაარღვია კორდონი და მოშიმშილეებს შორის ჯადგარო, სადაც თქვენ იქაც მე. ესე იგი, გაარღვია პატრიარქმა და ჩადგა მოშიმშილეთა შორის, სადაც თქვენ იქაც მე გამომძღარი მუცლით. გადაწყვეტილება სერიოზული? გიორგაძე დარწმუნებულია, რომ ილია მეორე იმხანადას და შემდეგაც ამ დაპირისპირების წინააღმდეგი იყო და ერთგვარი გარანტიც იყო ერის გაერთიანებისა. ასევე იყო 90-92 წლებში. არ დაუწევებია შანსი. არ დაუწევებია. აი გახსოვთ იქ დაპირისპირება იყო, კონგრესზეც მოვიდა, დაგლოსა და გვითხრა. არ დაივიწყეს რომ არსებობს მეორე მხარე. უზენაეს საბჭოს ხომაზეც მივიდა და დალოცა და უთხრა, არ დაივიწყოთ რომ არსებობს მეორე მხარე. იქნებ მოძებნოთ. რამოდენიმეჯერ შესთავაზა კიდევაც მხარეებს საპატრიარქოს ტერიტორია, როგორც ნეიტრალური ტერიტორია ურთიერთობისათვის. ქონდა ინიციატივა, რომ ჩვენ დავდგეთ. აი მე უკვე დაპატიმრებული ვიყავი და ამიტომ მე პირადად ვერ დავადასტურებ, მაგრამ როცა როგორც მითხრეს, რომ იყო ასეთი ინიციატივა, უბრალოდ მისი უშუალოდ მისგან არ მომისმენია თორე დადასტურება როგორ შეგვიძლია, რომ გავიდეთ სასულიერო პირები და ჩავდგეთ შუაში. და როცა რომ ჩვენ ვერ ავიღებთ, შემოუცვალეს რომ ვერ ავიღებთ გარანტიას, რომ აქ რამე არ მოხდება, ბუნებრივია რომ მისი ყოფნა კიდევ უფრო მეტად დაძაბავდა სიტუაციას. მოუპოვეს გასამართლება. ესე იგი, ინიციატივა გამოვიჩინოთ, რომ ხალხთან დავდგეთო და მერე უთხრეს, რომ რეალური არის საშიშროებაო და ჩემ ტრაკუნას გაუფრთხილდეო, მე ხო ვეღარ იმას ვიზავო რა. რეალიზებას ხო ვერ უზავო და იცით რა არის მეგობრებო? სიმხდალე, მეტი არაფერი. შენ ზეირს რო ვერ უდგა ხარ, შენი ტრაკის გამო მხარში, ხო? აქ უკვე კარგად ჩანს, რამდენად უწმიდეს და უნეტარესი ხარ შენ. ჭყალებში. პლატონი წერს დაკვირთით ილია მეორეს, როდესაც ზვიად გამსახურდიასთან ზის სისხლის მსმელი სახით, ხოლო როცა ავაზაკის შესახებ და ბანფორმირებების ლიდერთან ჯაბა იოსელიანთან და კიტოვანთან გაღიმებული იჯდა, ხო? ხო, პლატონ, აბა ვნახოთ ახლა გაგრძელდეს. ამასთან დაკავშირებით მე პირადად ქალბატონისგან მაქვს მოსმენილი, ქალბატონს პირისპირ ველაპარაკე. როგორ დავდიოდიო და ვეხოცებოდიო ეკლესიებსო, რომ წამოდით ხალხის შორის დავდგეთო, თქვენ არ დაგარტყავენო, არ გესვრიანო და დავდგეთ, დაუდგეთ იმ ხალხს წინო. არც ერთი ყურად ყურად არ იღებდა ჩემს დათქვამსო და ყველა მაიგნორებდაო. ქალბატონი, რომელიც აქტივისტი იყო იმ პერიოდში და ეხვეწებოდა და ემუდარებოდა ეკლესიებს, რომ მღვდლეებს, სასულიერო პირებს, რომ წამოდით დავდგეთ, თქვენ არ გესვრიან, იმათ კიდე ესვრიან. გესმის? რაში იყო საქმე? თორნიკე ამბობს, ცოტნე ბერი გაბრიელის მონათროლიაო. ილია მეორე იმ დღეს, როცა გამსახურდია თავის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მიტინგს მართავდა, ეროვნული მოძრაობის მეორე ფრთას შეუერთდა. შეიძლება სწორედ იმ ფრთას, რომლის გზას გამსახურდია ბარაბას გზას ადარებდა. მოიცა რა, ბარაბას რას ვერ გავიგე, ბარაბაზე რას იძახდა? ილია მეორე იმ დღეს, როცა გამსახურდია თავის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მიტინგს მართავდა, ეროვნული მოძრაობის მეორე ფრთას შეუერთდა. შეიძლება სწორედ იმ ფრთას, რომლის გზას გამსახურდია ბარაბას გზას ადარებდა. ანუ მე ესე გავიგე, რომ როდესაც პატრიარქი შეუერთდა მეორე ფრთას, გამსახურდიას მოწინააღმდეგე ჯგუფს, გამსახურდია ამ ჯგუფს ბარაბას გზას უწოდებდა და ამან შეცდომით თქვა, ბარაბას გზას ატარებდაო, ატარებდა კი უნდა ეთქვა, უწოდებდა უნდა ეთქვა.
შიმში. იმიტომ რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებული. ხო, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ქართველი ყავდა ამოსახოცი და შიმშილობითაც მე მაქვს მოსმენილი ბატონისგან, რომ როდესაც შევედით იქ და ვნახეთ, რომ შიმშილობდა ჯაბა იოსელიანი, იქ ყველაფერს გავდა იქაურობა, ვიდრე შიმშილობასო. გაწყობილი ქონდათ სუფრაო და ჭკუაზე არ იყვნენ ისე ქეიფობდნენო. ხო და ხო, მოიცა რაღაცას ცრუობსო პლატონი ამბობს. როგორც ცრუობს პრეზიდენტმა 21 დეკემბერს 2 დელეგაცია გაუგზავნა და არ მიიღო პრეზიდენტის დელეგაცია საპატრიარქოში პატრიარქმა. ხო, ანუ ესე იგი იწევდა, მაგრამ არ მიიღო, იმიტომ რომ შეუერთდა მეორე ფრთას, როგორც ჩანს, ეს პატრიარქი, ეს ილია მეორე შეერთებული იყო მეორე ფრთას, რომელიც იყო აი ამ ეროვნულობის წინააღმდეგ და რატო იყო ეროვნულობის წინააღმდეგ? იმიტომ რომ დამოუკიდებლობა არ სურდა საქართველოში, ანუ ვერ ხვდები რა, უბრალოდ ვერ ხვდები რატომ იყო ეროვნულების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეროვნულები ლოიალები იყვნენ სხვადასხვა რელიგიების მიმართ, თუ ეროვნულები საქართველოს ეროვნულობას ლოცვით იწყებდნენ, თუ რატო ვერ ხვდები რა. ამ ვიდეოში ჯაბასთან ილია მეორეს ჰაბიტუს და ხმას დააკვირდი, ხო? პასუხა რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველა და რას იწვის ხალხი რომ მე რომ შიმშილი შევსვეთო და მე ვთხარი ხალხი იწვის იმას რომ ჯაბა დაუჯერა საქართველოს პატრიარქს. ჩვენ კადრებს ხედავთ დღემდე ილია მეორის ოპერატიული წარმომადგენელი საქართველოს აგენტებად მონა. ბოდიშით, აი აქ. ჯაბამ დაუჯერა ილია მეორის. სტაფილოს წვენი არ მიაწოდე? არ დალია? დალია, ხო? დალია, კარგი. ჯაბამ დალია, ნიკოლოზმა არ დალია. ილია მეორეს თუ არ დაუჯერებთ, ყურები დაგეჭრებათ იცოდეთ. მაშ. ჩვენ კადრებს ხედავთ დღემდე ილია მეორის ოპონენტები მუდმივად აქვეყნებენ ხოლმე საქართველოს პატრიარქი აქ არ დაუმიზნეს ტუჩებში ერთმანეთს იოსელიანთან ერთად საქართველოს პატრიარქი ჯაბა იოსელიანის იუბილეზე დიდი პანიკი მოვისმინეთ ჩვენი ხო შევარდნაძესთან ერთად და ასე შემდეგ. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თავად საპატრიარქოც მონაწილეობდა პუტჩში და გადატრიალება. მოიცადე, თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩებაო? ბიჭო, გინდათ რომ დაგვადებილოთ თუ რა ხდება? თითქოს ისეთი შთაბეჭდილება ხდება? რჩება, რომ საპატრიარქოც მონაწილეობდა პუტჩისტებში. პუტჩში. მართლა? უი, როგორ ვერ შევამჩნიე. ეს არის ძალიან როგორ ვთქვა, წვრილად ეს სკრუპულოზურად შესასწავლი საკითხი, იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქიც და საპატრიარქოც მონაწილეობდა მანამდე დიალოგის პროცესში. აი, ამ კაცს ერთადერთ რამეში ვცემ პატივს, რომ აი კათოლიკოს პატრიარქს არ მოიხსენებს უწმინდესად რა. აი, მხოლოდ მაგიტომ გამიჩნდა ოდნავ სიმპათია ამ კაცის მიმართ. საპატრიარქოში იმართებოდა ოპოზიციისა და ხელისუფლების, გამსახურდეს ხელისუფლების დიალოგის ფორმატი იყო შექმნილი საპატრიარქოში და ისინი მონაწილეობდნენ თითქოს ამაში. დამხობის პროცესში ფაქტია, რომ განზე გადადა საპატრიარქო და შევარდნაძის ჩამოსვლას მიესალმა და შევარდნაძის ჩამოსვლა პირდაპირ ასე ვთქვათ საპატრიარქოს და უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის მხარდაჭერით იყო, ასე ვთქვათ, აღბეჭდილი. პირველად საკეთებს შევარდნაძე არის გარბის სიონში, ინათლება გიორგის ირქმევს გიორგი, თეთრი გიორგი მობრძანდა რუსეთიდან სიონში მოინათლა, მოიცა. ერთი წუთით შევარდნაძე მანამდე მონათლული არ იყო? ოკეი, გასაგებია ყველაფერი.
ჯერის საქმეს იწყებს ეს ღვთისმშობლის და მირაბ კოსტავას პორტრეტების ფონზე ინტერვიუს აძლევს ერთ-ერთ პირველ ინტერვიუს გამოუგნებელი იყო ეს კოსტავას პორტრეტი განსაკუთრებით და კათოლიკოს პატრიარქიც მუდმივად აქებს ედვარდ შევარდნაძეს გადადგომას აპირებდა თუ გახსოვს და ხალხი დაიჩოქა იქ ეგ იყო აი როგორ ვთქვა ეგ არის აი საკვანძო მომენტი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმემართების გააზრებაში უკვე შემდეგ ოპერის ბაღში კარავში იჯდა კვერები მიუტანეო რა კვერები კახეთის მხედრიონმა ისეთი პურმარილი ჩამოიტანეს ჯაბას მიუტანეს ხო ნუ ხალხი დააჩოქა უკვე წმინდა გიორგის წინაშე აი ამ ილია მეორე დიდი ხანი არ ყოფილა ასეთ გაჭირვებაში საქართველო და დღეს შეუძლებელია ბატონი ედუარდ შევარდნაძის გადადგომა აზე ხართ რამდენი ხალხი ყავდათ მობილიზებული და რამდენი ხალხი ყავდათ მოსყიდული ესენი არიან ყველანი რუსები, სომხები და სხვადასხვა ერის წარმომადგენლები რომლებიც და გამყიდველი ქართველები აი აქ ვინც ტაშს უკრავს ახლა მე მინდა ვთქვა რომ ის ჯვარი რომელიც ღმერთმა უბოძა მას მან ბოლომდე უნდა ატაროს მთელი საქართველო ღელოს ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხევა რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური აი ამ მომენტში გაიმეორეს შუა საუკუნეების კურთხევის რიტუალი სამეფო ხელისუფლების კურთხევის რიტუალი ხო ლეგიტიმაცია აკლდა ბუნებრივ ამაზე არაერთხელ მithქვავს აკლდა შევარდნაძის ხელისუფლებას ცარიელი იყო ამ თვალსაზრისით ლეგიტიმაციის თვალსაზრისით არ ქონდა დემოკრატიული ლეგიტიმაცია და მას ჭირდებოდა დამატებითი საყრდენი რა იყო ეს დაჩოქილი ხალხი და კათოლიკოს პატრიარქი პირდაპირ ამბობს ამ სიტყვებს გამოსტაცებს ხელს და ეს მოღიმარი და ენერგიული სახით კათოლიკოს პატრიარქი ამბობს რომ ის როგორც საქართველოს სულიერი მამა ედუარდ შევარდნაძეს აცხადებს საქართველოს ხელმძღვანელად ასეთ ფრაზას წარმოთქვავს ეს ჩანს მე მთელ მის მოღვაწეობაში მუდმივად აი რაღაც ქორწინება იყო ასე თქვა შეიძლება ასე ითქვას ქორწინება იყო ეკლესიისა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისა უბრალოდ ამ მომენტში ზვიადი სად არის ვერ გავიგე ზვიადი მოკლეს ამ დროს მკვდარია უკვე თუ ანუ წასული არის გარიდებული არის გავლენის აგენტები და სასარგებლო იდიოტები ამათი ღმერთი წუთისოფლისაა ამათი ღმერთი წუთისოფლისაა და არა ჭეშმარიტი გეთანხმები ხო თორნიკე წერს ეშმაკი აზიის 33 წელია ჩვენს ქვეყანას საპატრიარქოში პოზიციასა და ოპოზიციაში გვარ გადაკეთებული სულგაყიდულები რადგან საქართველოს ქრისტეს ქვეყანა ადრე ქრისტე აწვეს ჯვარს ახლა საქართველოს 33 წელია სიმბოლურად შევარდნაძეც იუდეველი იყო და მისი გამგრძელებელიც ხო ნუ როგორც უკვე ამან აღიარა ახლა რომ მეფე დააყენეს რა ოღონდ შეფარულად მეფე მეთაურიო და კვერთხი ეჭირა ხელში თვითონ ილია მეორეს ხალხს მოუწოდა რომ დაიჩოქეთ ნუ რა მთელი საქართველო ღელავს და შევარდნაძე გამოაცხადა ხო სად არის ამ დროს სად არის ზვიადი ამ დროს იქნებ ვინმე მომწეროს საპატრიარქო პირადად იყო ჩართული სახელმწიფოებრივ გადატრიალებაში მამაოების ანაფორის ქვეშ ავტომატები ეკიდათ მამაოებს ავტომატები ეკიდათო ვერი გაბრიელი თორნიკე წერს ვერი გაბრიელი გამსახურდია და კოსტავა სამი სანთლის პრინციპით ბნელ ოთახში ჩაეშვა სადაც ყველა გველი და მისი წიწილა გამომშხამდა
ამ დროს ზვიადი არ არის. ხო, ანუ ესე იგი ამ დროს ზვიადი უკვე გარდაცვლილია, ხო? იცით რა არის, მეგობრებო, ჩვენ უნდა გავიაზროთ რა მოხდა მართლა სერიოზულად. ეს პერიოდი რაღაც ამოჭრილი არის ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ისტორიაში თითქოს ისე გაურკვევლად დარჩა, რომ ზვიადის მიაცხეს ყველაფერი, რაც კი ცუდი მოხდა რა. ზვიადის მართლა უცოდელი კრავით კი არა და განტევების ვაცივით ყველაფერი მას მიეწევა რა, რომ აი რაც კი ცუდი მოხდა, ზვიადის ბრალი იყო და თურმე ილიასი შევარდნაძის და ჯაბა იოსელის იმათი ბრალი არ იყო და ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, იმიტომ რომ ილია მეორემ ასე თქვა. მე მგონი გროზნოშია უკვე, ხო? ანუ წასულა ჯერ არ არის გარდაცვლილი. კარგი, გავაგრძელოთ აბა. ეს არ არის უბრალოდ დაფნა. ეს არ არის ბედნიერი სახე გაგშობელო. რომელსაც ჩვენ დღეს ვესწრებით. ეს არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი ძლიერებისა და ჩვენი გამარჯვებისა. ერთი წუთით. საქართველოს დროშებს იქ რა უნდათ ამ დროს? დაინახეთ? ამ დღევანდელ საქართველოს დროშებს იქ რა უნდათ? ჩვენ დღეს ვესწრებით. ეს არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი ძლიერებისა. ამათ ხედავთ თქვენ? საქართველოს დროშა დღევანდელი ოღონდ აღმართული. დღეს დაღმართული გვაქვს. დაინახეთ, ხო? წმინდა ნინოს ჯვარი და საქართველოს დროშა, აი აგერ აქ. აი წესით ესე უნდა იყოს აღმართული დროშა, მაგრამ დღეს დაგვიწვინეს. ხო, საინტერესოა რა. ეხლა მაინტერესებს ის თუ დააკვირდით აქ რანაირად ყბაროა გამოშვერილი ამასაც. ამის ხვას თუ დააკვირდით. პირველოცვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვესწრებით, ეს არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი ძლიერებისა და ჩვენი გამარჯვებისა. მას ისე გადაგვარჩინეს, რომ აგვაყვავეს და გაგვაბწყინეს. დღეს 160,000 თუ რამდენი ოჯახია და ემიგრაციაში წასული, რომ საკუთარი ოჯახი არჩინოს, ქალზე არის საუბარი, ზუსტად მაგაზე მინდოდა მე მესაუბრა დღეს. იმდენი ქართველია წასული, რამდენი ქართველიც საქართველოშია და ისინი არჩენენ ქართველებს. ისე გავბრწყინდით. მონური სამუშაოებით. გავბრწყინდით. რა სიმართლე უთქვავს, ასეთი სიმართლე არასდროს არ უთქვავს არავის ამ დედამიწის ზურგზე, რაც ეხლა აი ამან თქვა თურმე რა, ეს არის ჩვენი გადარჩენის შანსი. თურმე როგორ გადავრჩენილ ვართ და როგორ გაამართლა მისმა სიტყვებმა, იმიტომ რომ უწმინდესი და უნიტარესია. ილია მეორე უბრალოდ ესე იგი მოქმედებდა რაღაც საკუთარი სქემის და საკუთარი გეგმის მიხედვით. და ეს გეგმა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყო მიმართული ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ გახლეჩვაზე, ეროვნული მოძრაობის ესე ვთქვათ დასუსტებაზე. ყოველ შემთხვევაში ასრულები ამ გეგმის მესვეურები იყვნენ ჯაბა იოსელიანი, კომუნისტური ინტელიგენცია, ეს ქვიანი პარტიული ნომენკლატურა, ახლა აი ეროვნული ფორუმი, მხედრიონის წინა პერიოდში მე იგივე მაშველთა კორპუსი ხო ვის მიერ შეიქმნა, ხო გურამ გელაძის ეს რაღაც კომუნისტი მაგნატების ესე ვთქვათ ინტელიგენციის და სასულიერო პირების მათ შორის მხარდაჭერით გესმის. ანუ აი ეს ის მუდამ ამ ხარეს იყო გესმის. ამ ხარეს ილია მეორე მაგალითად
რეგულარულად ხდებოდა იქით მხარეს მდგომ პირებს, ასე რომ ვთქვათ რა, რეგულარულად ხდებოდა მათ არაკლად მითი დალოცვა, ლოცვა-კურთხევა, საჯარო რაღაც ღონისძიებებში არ ქონია შემრიგების როლი, არ ქონია ეს გაზვიადებულია, ეს არის ბრმევლის მოგონელი ზღაპარი, რომ ეკლესია ყველას მამა იყო და ის უღირს შვილებზეც ვერ იტყოდა უარს. ეკლესიამ უღირს შვილებზე კი არა თქვა უარი. ან კი არ უნდა ეთქვა უარი. ეკლესიამ ცალსახად უღირს დაუჭირა მხარი. პატრიარქის გადახაზვა აი რა კარგად თქვა რა, ცალსახად უღირსებს დაუჭირა მხარი და დღემდე ეგრე არის მეგობრებო. აგერ ჩვენ ჩემ მხილებებშიც ნახეთ რა დონის სასულიერო პირები არიან განდევნილი ეკლესიიდან და რა დონის ეკლესიის პირები არიან იმაში სინოდის წევრებში და ხო ნუ ეხლა ვინც ნათელგონებიანია და ვინც ჯადოთი არ არის მონუსხული და მოჩხიბული ის ხდება ესეთ რამეებს და დანარჩენები ვერ ხდებიან ასეთ რამეებს. მოიცა პლატონმა დაწერა კიდე რაღაც პლატონმა დაწერა. ეს არის 14 სექტემბერი 1993 წელია. ირინა სარიშვილი რომ გამოდის დარბაზში და ყველა ნაგავის იმას მოусმინო, არა თორნიკე არ მომისმინე ჯერ. უარესი ვიდეოები არსებობს ილია მეორე შევარდნაძეს რომ აქებს ეს აპოგეაო შევარდნაძე რომ ამბობს ჩემი დანიშნულიაო და ასე შემდეგ. ხო, კი, მე პირადში ჩაგიღრი ნაწილს. კარგი. ბატონი ჟიადი ცოცხალია, ერის რჩეული პრეზიდენტი უარყო და ავაზაკი შევარდნაძე მოუვლინა საქართველოს. ხო, პლატონ, ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ მაგან კი არა ყველაფერი კგბ-მ გააკეთა და ეგეც ერთ-ერთი მარიონეტია კგბ-ში, ესე ეგრეთ წოდებული ივერიელად წოდებული კგბ-ს ზედმეტ სახელი. ხო, მოდი აბა ის იმაზე თქვა გვერდზე ბაგამოშვერის გვერდზე ვინც არის, ვინ არისო, ვინ ესე იგი ბატონი ჟედი ცოცხალია, ხო. ბატონი ჟედი ცოცხალია, ხო, ეს წავიკითხე. ვიღაცაზე დაწერე, რომ ვინც მაგის გვერდი წითლიანში სტიქარუსანი იყო ეთყობა, ის გაბელიანიაო თუ რა გვარი თქვი? რა გვარია? მე წავიკითხავ, მოკლედ ნახეთ იმაში რა. კომენტარებში ნახეთ მეგობრებო. ვიზე წერს, მე მგონი თორნიკემ დაწერა, ხო? და არ მაჩვენებს. კობა სუბელიანიაო. იმ ყბის გვერდზე, ვინც დგას წითელში, ის კობა სუბელიანია. ხო, კაი გავაგზავნოთ, აბა საინტერესოა. და გადმობრუნებული სურათები. შვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ ქართული უახლესი ისტორიის ერთ-ერთი სახე გახდა. დღეს ბევრს არ სჯერა ამის, თუმცა ქვეყნის უახლესი ისტორია იმდენად აბა ნახეთ ეხლა, აი რა საზოგადოება მოიყვანა და დაიყენა გვერდში ილია მეორემ. მასხარა საზოგადოება რა. აი ესეთი ამ დონის საზოგადოება დაიყენა ილია მეორემ გვერდში და იცოდეთ რომ ყველა ვინც კი ნორმალური იყო წავიდა ამ ქვეყნიდან. და ესეთი მასხარა საზოგადოება დარჩა აქ და თორნიკე მე და შენ აზზე ხარ ასაცოდავები ვართ. და კიდე ყველა ის ადამიანი ვინც საქართველოში დარჩა და აქტივისტია. გაციცის რომ ახსოვს ილია მეორის სიტყვები ჯაბა იოსელიანის იუბილეზე. ედუარდ შევარდნაძის მონათლა და განსაკუთრებით ის დღე, როცა შევარდნაძემ გადადგომა გადაწყვიტა და მას ხელისუფლებაში დარჩენა დაჩოქილ ხალხთან ერთად პირადად ილია მეორემ სთხოვა.
ვისაც კი ასულს უხსენებია ყველა გამოყარეს ეკლესიიდან და სემინარიიდან და აკადემიიდან. არა მხოლოდ ეკლესიიდან, აი სემინარიიდანაც კი ყველა გამოყარეს, ვისაც კი ასულს უხსენებია. ხო ხდები ახლა მხატვრულად ვამბობ რა. ახლა აქ ისე არ იყო საქმე, რომ ეკლესია პოლიტიკაში ვერ ჩაერეოდა და ის ყველას მამა იყო. ეს არის მინდა მოგონილი სისულელე. ახლა ორ თვეში შენ ადგედა იმას, რა ქვიან, იმას ვინც საქართველოს სისხლში ჩაახრჩოდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ მიტინგზე გამოსული ხალხი ტყვიას მიიღებს და დაიხვრიტება და შენ პატრიარქი გამოდიხარ და ამ ხალხს იმას, რა ქვიან, ნათლავდა ლეგიტიმაციას აძლევ, მე აღარ ვიცი 93 წლის დაჩოქებაზე, ხო? და იმას, რა ქვიან, ლოცავა მარბიელებს და კვლელებს და ქვეყნის დამაქცევრებს, ხო, ეს არავითარ პოლიტიკაში ეჯდება, ასე რომ მოქცეული იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასე რომ მოქცეული იყო ეგრეთ თევდორე დღეს აღარ იქნებოდა თევდორე უგდელი და იქნებოდა ვიღაც თევდორე გამყიდველი. ასეთი რამ აღარ გაუმეორებ. პლატონი წერს კი კგბ-ს გენერალ კლუჩოვის დავალებით ფსევდოეროვნული მოძრაობა შექმნესო. და ეს იყო ალბათ ხო წინაზე ვინც ჩანდნენ. ამას არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან. იცით როგორ არის? შევნაც ხელისუფლებასაც დაუპირისპირდა. მიდი დაეხმარე, ილია, დაეხმარე, თვითონ ვერ შეძლებს. ერთი ეს იყო ივანე პავლე მეორის ჩამოსვლა საქართველოში, რომელსაც არ აძლევდა, ასე ვთქვათ, მწვანეშობს არ უნთებდა საპატრიარქო და საუცილებელი იყო და მას შევნაც ხელისუფლებასაც სპეციალური წარგზავნილებიც კი დაჭირდა, ხელიც არ ჩამოართვა ამან ხედავთ. სპეცმისია იმისთვის, რომ თანხმობა მიეღო ამაზე. ამაზე. წარმოიდგინეთ, ნახეთ, ხელი არ ჩამოართვეს ილია მეორის, ხედავთ? ნორმალურებმა ხელი არ ჩამოართვეს. კარგად დააკვირდით. ასე ვთქვათ, მწვანეშობს არ უნთებდა საპატრიარქო და საუცილებელი იყო და მას შევნაც ხელისუფლებასაც სპეციალური წარგზავნილებიც კი დაჭირდა, რაღაც მისია დაჭირდა საპატრიარქოში, სპეცმისია იმისთვის, რომ თანხმობა მიეღო ამაზე. ასევე ჩაუშალეს რომის სარდართან, ვატიკანთან ხელშეკრულება 2002 წელს. ჩაუშალეს გამოფენა 2000 წელს, რომელიც უნდა გამართულიყო ნიუ-იორკში ქართული საგანძურისა, დიდი გამოსვლები იყო ამას დაკავშირებით, დაუპირისპირდა ეროვნულობის ამოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ილია მეორის საპატრიარქო. ეს დანიშნულოვანია. ილია მეორის საპატრიარქო ერთ და იგივეა. ეს არ უნდა გავყოთ არასოდეს. ხო, აი რატომ ვერ გავიგე ილია მეორე თუ საპატრიარქო? ერთი და იგივეა. არ იცის ამან რომ ერთი და იგივეა? ეხლაც ესეა. ილია მეორე არის საპატრიარქო. ეს არასოდეს არ უნდა გავმიჯდოთ ერთმანეთსგან. და ყველაზე მნიშვნელოვანი დაუპირისპირდა დასავლურ ორიენტაციას. კათოლიკოს პატრიარქი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 98 წელს ევროპის საბჭოში შედის საქართველო, აი ამ მოვლენასთან დაკავშირებულ სიტყვაში პატრიარქი ამბობს რამეს, რომ საქართველოს დაუპირისპირდეს დასავლეთიდან მომავალ რელიგიურ საფრთხეს სექტებს და საქართველოს დაუჭიროს მხარი მართლმადიდებლურ ეკლესიას ფინანსურადაც, რომ იგი გაძლიერდეს, მაგრამ ყველაზე უფრო თვალსაჩინო იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც შევარდნაძე იწყებს ლაპარაკს ნატოზე და ამბობს ესეთ ფრაზას, რომ 2007 წელს ჩვენ უკვე დაუკაკუნებთ ნატოს კარს და იწყება რაღაც თმის დაახჭურის პროგრამა და ასე შემდეგ, კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეს ჩნდება ჩანაწერი პოლიტიკური და სამხედრო ნეიტრალობის შესახებ. ეს იყო ღია დაპირისპირება საქართველოს დასავლურ კურსთან. ეს დაპირისპირება ჩანდა ისევ როგორც ბოლო მომენტში 2003 წელს კათოლიკოს პატრიარქი არ მივიდა პარლამენტში. ბოლო სიტყვები ერთ-ერთი ბოლო სიტყვები შევარდნაძესა იყო პატრიარქს მოუხმობდა თითქოს კათოლიკოს პატრიარქი როგორც კათოლიკოს პატრიარქი ბრძანებს და ამ მომენტში გაღავთ. იგი ხომ არ მივიდა მაინც საბოლოო ჯამში. გადადექი. აი ეს დიდი შოუ, დიდი დადგმული შოუ, რომ ვითომ მართლაც სააკაშვილმა მოახერხა იქ შესვლა და პატრიარქი არ მივიდა და ეს პატრიარქი რასაც ბრძანებს შევარდნაძე იქიდან ყვირდა, აი ეს ხომ გულისამრეობა არის, მეგობრებო, და ძალიან დიდი სირცხვილი საქართველოსი, რომ აი ნახე ქუდებიც როგორი ახურავთ, მოკლედ უყურეთ რა, უყურეთ. თურმე შევარდნაძე იყო ეხლა დამოკიდებული იმაზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი როგორც იტყო და ისე მოხდებოდა.
ეს ორიოდე კაცი აშინებს ახლა აი შევარდნაძის იმას. ორიოდე კაცი რო შეიჭრა, ეს რამდენიმე კაცი რო შეიჭრა, საფრთხეა. მოკლავენ. ედუარდ შევარდნაძის და ილია მეორის ერთიანობისა და თანამოაზრეობის მითი 2003 წელს დაინგრა. როცა საქართველოს პატრიარქი არ მივიდა პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეიკრიბა და სადაც უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით შევარდნაძე. რატომ არ მივიდა? რატომ დაუჭირა მან მხარი ღიად ვარდების რევოლუციის გმირებს? რატომ და იმიტომ რომ ერთი ძალაუფლებიდან მეორე ძალაუფლებაზე გადაბარება მოხდა და იმას რო დარჩენილიყო ძველს პატრიარქი ხომ ახალს ვეღარ დაუდგებოდა მხარში და რა ვიცი რა კითხვა ახლა ეს შენს კიდევ რა ერქვა ამას რა ქვია ამ მამათმავალს რატომ ცრობს ეს ტიპი პატრიარქმა 2004 წელს ქართველი ერის არჩევანი ეროვნული გზა არისო 2004 წელს ქართველი ერის არჩევანი ეროვნული გზა ევროპული გზა არისო ესე თქვა პლატონ ხო ნუ ცრობს იმიტომ რომ ეგრე უნდა ილაპარაკოს ალბათ მასშტაბი ავიღოთ ახლა ყველაფერისა და ყველაფერი რა ხდება სინამდვილეში საქართველოს უმაღლეს ცოდნას ებრძვიან ქრისტესაც ამიტომ ვერ იტანენ იესო ამხელდა და აცალტვერებდა წუთისოფელი და წუთისოფლისიანებს ყველა ვინც ქრისტესკენ მივა ვინც იტანს წუთისოფელი და კიდე ყველა ვინც ქრისტესკენ მიდის ვერ იტანს წუთისოფელი და უქსევს ამ იუდეველებს როგორც ფილმ მატრიცაშია აგენტი სმიტი იგივე სემიტი ვინც გამოიღვიძებული არა ყველა მტერია ყველა სისტემის ჭანჭიკები Trinity სად არის Trinity როგორ დიდ სიცრუეში ამყოფებენ ხალხს და ამ ხალხსაც როგორ შეერა როგორც მოუყვებიან იმის შეერა ცოტნე გამსახურდია ამბობს რომ ამას ერთადერთი მიზეზი აქვს საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის იმის მხარეს იყო ვინც უფრო ძლიერია ხო ფურცელი არ დაგჭეს ფურცელი წაიღეთ თან ძალის მხარეს რა მოხდა და ახლა ის მიუხედავად იმისა რომ ახლა შევარდნაძესთან მას აბსოლუტურად განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა და შეგინახავს აი თუნდაც მისი ციტატები, მისი სიტყვები, გამოსვლების ტექსტები შევარდნაძის იუბილეებზე ახლა რო ჩამოვიდა შევარდნაძე აი ქვეყნის ესე ვთქვათ იმიდან ქვეყნის გრევის დაწყებიდან 2 თვეში მან რა სიტყვები თქვა უახსოვს რომ ესე იგი ის ბატონ ედუარდს ხალხი არაპატიებდა რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო და მაგ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს რაღაც სისულელეები რომ ესე იგი ეს ძიმე ჯვარი მისცა მას ღმერთმა მაგრამ მას მისცა მისი ტარების წელს ის იგივე აქვს ხალხის მამაჩემზეც ნაცკო დღეს განსაკუთრებული დღეა დღეს შესრულდა 80 წლისო სვიად გამსახურდია პირველი პრეზიდენტი საქართველოსი მძიმეა მისი ჯვარი მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა შენი შევაგინებდი ახლა პატრიარქმა რა უნდა თქვას ქართველი პლატონის ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა თუ ევროპული გზაა რა თქმა უნდა თქვას ის რაც გზაა ქრისტეს გზაა მაგრამ ამისთვის არის სხვადასხვა გზები ჯერ და მერე იქ ხო და იცი რა არის აი ახლა აი ამ სიტყვებში ხო ზვიად გამსახურდიაზე რო ამბობს რომ ძიმე ჯვარი გონს არის მოსული თქვენი აზრით მაგიტომ თქვა თუ რატო თქვა მაშინ ვერ ხვდებოდა და ახლა მიხვდა კისერი რო წააღუნინეს ზემოდან
ხო, თანდათან ამძიმებენ და ხედავს, რომ ძალიან ბევრი შეცდომა გააკეთა ამ საქართველოში მიუხედავად ამისა, ის მაინც ყოველთვის საბოლოო ჯამში ძალის მხარეს არის. ახლა ამ მოდი ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს მათ ასეთ ქცევას ხარს უმაგრებს საზოგადოების დაკვეთა. იმიტომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყველაფერს იღებს კრიტიკის გარეშე და ამარცხებს გესმის. აი გამოვა ვიღაც და გეტყვის, აბა რა ექნა ძალას დაპირისპირებოდა? აბა რა ექნა დაენგრია ეკლესია, გესმის? აბა რა ექნა ესე იგი და დღეს ჩვენ აი ფორმალურად ესე იგი მათ რომ ვკითხოთ დღეს დღევანდელი მან აღორძინა ქართული ეკლესია დღეს რომ ეკლესია ძლიერი ასეთი ძლიერი ჯერ არ ყოფილა. ის რომ დღეს 46-დან 42 ეპისკოპოსს დღეს დიდი ბიზნესი აქვს და ქვეყანაში რომ ათასობით ბავშვი შიმშილობს და ის რომ დაძრებით ბიზნეს ცენტრებადაა გადაქცეული, მაგრამ ჩვენი საზოგადოება შეხედეთ დღეს რა ხდება, ხო? ესე იგი ჩვენი საზოგადოება მე ვერ დავიჯერებ ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში იმის ფაქტსაც უზინაპირობას, რომ ჩვენი საზოგადოება უკეთესი გახდა ამ ეკლესიის აღორძინებით. გნებავს მორალურად, გნებავს რა ვიცი. აბსოლუტურად ჭეშმარიტებას საუბრობს. აბსოლუტურად ჭეშმარიტებას საუბრობს ახლა აქ ეს ხო ცოტნე არის ეს. იცი რა არის მეგობრებო? რატო ამას ყველა ვერ ხვდები რა? რატო ვერ ხვდება ხალხი, რომ დღესდღეობით საქართველოში ამდენი გაჭირვებული ადამიანი შიმშილით კვდება, ბავშვები იმ დღეს რომ საშინელება რაღაცა ხდება საქართველოში. ბავშვები ნაგავში ეძებენ გამოსავალს. სკოლაში ვერ დადიან, ექსკურსიებზე არ მიყავთ მასწავლებლებს, ის გაჭირვებული ბავშვები, ვისაც პურის ფულიც არ აქვს, ხალხო, ისეთი საშინელებები ხდება ჩვენ საზოგადოებაში და ეკლესიები შენდებიან და შენდებიან. მონასტრები შენდებიან და შენდებიან და საშველი რამე აქვს ამ საქართველოს მოსახლეობას? ამ საქართველოში ბავშვი სოციალურად დაუცველი ბავშვი რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს თუ სახელმწიფოს მიერ არა, ეკლესიის მიერ მაინც არ იცის ეს ჩვენმა საზოგადოებამ? არ იცის ეთქობა. დედამიწა იმას ღმერთი მოუვლისო ესე ამბობენ და ღმერთის დადგენილი რო არის ეკლესია იმისთვის რომ ხალხს ეიზრუნოს ეგ არ იცის? აღარ იცის უკვე მაგდენი. დედამიწა ბოლო ფაზას გადის ტურბულენტური მდგომარეობით, სადაც ანტიქრისტე მოიქნევს კუდს. ღმერთის დაშვებით მიალეწავს კაცობრიობის დიდ ნაწილს, რადგან სოდომ გომორის Სოდომ გომორს ასაღებენ ჭეშმარიტება და განიწმინდება პლანეტაც. ცოტნე სიმართლეს რომ ლაპარაკობდა, იმიტომ მოუწყეს მკვლელობის მცდელობა. ინტელექტუალურად ასე შემდეგ რაში გამოიხატება ეს აღორძინება? აღორძინება არის ეს ოქროს გუმბათები და მოოქროვილი ხატები. ესმის, ანუ რელიგია და ესე იგი რელიგია პროფანაცია განიცადა, სრული პროფანაცია განიცადა და გახდა ასე ვთქვათ, აი წმინდა სადაზღვევო ფუნქცია შეიძინა რა. თუმცა თუ კი ისევ მოსკოვის და კგბ-ს ფაქტორს გავიხსენებთ, საპატრიარქოს პოზიცია არ უნდა დაგვავიწყდეს 2003 წლის შემდეგაც, როცა ილია მეორე თავის საშობაო ეპისტოლებში მაგალითად ძაფრად აკრიტიკებდა ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ხოლო ბოლოს შეხვედრის დროს მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს. შეუძლია ეტაპობრივად გავიაროთ ეს გზა, ხო? გამსახურდიას და პერესტროიკის პერიოდში ფაქტობრივად ეკლესია იღებს იდეოლოგიურ ლეგიტიმაციას, მართლმადიდებლობა უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური საფუძველი ასე ვთქვათ, მუტაციისა თუ რაღაცა ცვლილებისა, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმიდან უნდა გაიაროს საქართველოს, ეს ჩანს ჯერ კიდევ აი ნომენკლატურულ ფილმში მონანიება, რომელიც აი რელიგიურ ენაზია ფაქტობრივად შექმნილი რელიგიურ ენაში არის შექმნილი ამჟელება ასე ითქვას და აი ნომენკლატურა ეძებს გამოსავალს რელიგიაში გზა ტაძრისკენ. ეს ჩანს აი ძალიან ცნობილ გამოსვლაში რევაზ მიშველაძისა ამაშუკელისა, რომ მე მართლმადიდებელი კაცი ვარ და მე კომუნისტი კაცი ვარ და ჯვარი მკიდია პატრიარქისა და ეს იდეოლოგიური საყრდენის შემდეგ შევანაცის ხელისუფლების პერიოდში ის იღებს ექსკლუზიურ ბატონობას რელიგიურ ველზე, ექსკლუზიურ ბატონობას მედიაში, იმიტომ რომ ამ დროს 97-დან
იწყება ერთ მხრივ დევნა რელიგიური გაერთიანებებისა, სხვა რელიგიური გაერთიანებებისა და თავისუფლდება მედიის სივრცე ეკლესიისთვის, ფაქტობრივად წყდება გადაცემები ბიბლიაზე, რელიგიებზე, არაფერი ესეთი აღარ არის, მარტო გამოდიან სასულიერო პირები და საუბრობენ რაღაც ხაზაგებებს ვისმენ ჩვენ მათგან და ასევე იწყება ეს ტრანსლირება მწირვალოცვებისა. ამ პერიოდში, სააკაშვილის პერიოდში ეკლესია იღებს ამ არბიტრის ფუნქციას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მუდმივად, აი ამ არბიტრის როლში ცდილობს იგი ყოფნას, როგორც აი ზე კონსტიტუციური, ზე პოლიტიკური ინსტანცია და ამავდროულად მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება დაიწყო შევარდნაძის პერიოდში ეკლესიისა ბიუჯეტიდან, ამავდროულად წარმოუდგენლად იზრდება მისი ეკონომიკური შესაძლებლობები, დაბრუნებული თუ გადაცემული მიწები, 100-ჯერ გაზრდილი ეს ბიუჯეტი და სრული უკონტროლობა ამ თვალსაზრისით მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით ასე თქვა ტენდენციებს, რაც უკავშირდება პოლიტიკურ ორიენტაციას. და გაუმჭროვალობა. გაუმჭროვალობა და ორიენტაციას, იმიტომ რომ ამ პერიოდში ესე იგი ეს როგორ გავიგოთ ახლა თან აძაგებს და თან ამართლებს რაღაც შემთხვევაში ეს კაცი რა, ანუ ეკლესიას და თან აძაგებს. ურბატონს ერთად ემსახურები? თორნიკე წერს საატანის ფუძე ტანია, ვინც მართულია მატერიალისტიცა, ეს შემთხვევით არ ხდება. ამით მიუდექი ყველას და მიხვდები უბრალოებასთან გაქვს შეხება თუ სია ფანდთან. პლატონი და ვერ მოკლეს, მაგრამ საერთოდ ინვალიდი გახადეს და დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმართა სამხედრო ჰოსპიტალში გამოკეტა, ვითომ სტაციონარულ რეაბილიტაციას გადის. ცოტნე, ხო? სისტემა ცოტნეს მოიშორებ, თამარი გამოჩდება, თამარს მოიშორებ, პავლე გამოჩდება, პავლეს მოიშორებ, ხვიჩა გამოჩდება და ასე იქნება ჩემო კარგო. ვერ მოიშორებ, ვერა. შენი ნამოსი, შენ თვითონვე უნდა გამოიწმინდო, გესმის? გაანებე ამ ხალხს თავი. ქეთი წერს, რომ უმამო ბავშვებს სახელმწიფოსგან დანიშნული აქვთ 100 ლარი. გავბრწყინდით, მეგობრებო, გავბრწყინდით, გაგვაბრწყინა ილიამ, გაგვაბრწყინა. თითქოს ძლიერდება ეს პრორუსული ჯგუფები, ბოლომდე ძლიერდებიან და იღებენ ხელისუფლებას ეკლესიაში პრორუსული ჯგუფები, როგორც მაგალითად სხალთის მიტროპოლიტი, რომელსაც ასევე აფინანსებს საპატრიარქოში. ხო, საპატრიარქოში, მართლმადიდებლო. მაგრამ საპატრიარქო არის ილია მეორე. ხო, საპატრიარქო რა თქმა უნდა არის ილია მეორე, რა თქმა აქ ორი აზრია. აჰა, რაღაც უნდა ახლა მაგას მეტი ლაპარაკი. და რო გეუბნებით, რომ ვიდრე პარლამენტთან წინდა დაუდგებით, მიდი და საპატრიარქოს და დაუდექით მეთქი, არც ერთს არ გესმით. ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი, გადადექი, ივანიშვილო, ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი. ეს ხალხი გაორებაში კი არა, გადებილებაშია უკვე რა. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და ივანიშვილი ერთი და იგივე ნაგავია თქო გეუბნებით. და ერთს გაყვიროდე და მეორეს აქ ყოფნა არ გინდოდეს, ეგეთი რამე არ გამიგია მე რა. ერთის გადაყენება გინდოდეს და მეორესი აქ დარჩენა. ფუნჩულა. ბოლო განაცხადი და ეს აი ამ დაპირისპირების როლში უნდა წავიდეთ ჩემი აზრით ის მოვლენები, რაც ეხლა ხდება საპატრიარქოში. ბოლო განაცხადი ამ ეკონომიკური ძალაუფლების, იდეოლოგიური ძალაუფლების და მედია ძალაუფლების მოპოვების შემდეგ არის მოსვლა პოლიტიკაში. საპატრიარქოს ეკლესიის მესვეურებს სურთ წარმართონ პოლიტიკური პროცესი. ბრავო, გაიგეთ ახლა? რუსთაველზე დაყოდებულო ცხვარო. ფარავ, გაიგეთ, ხო? ხომ გაიგეთ? ხო და ახლა სხვანაირად იმოქმედეთ. შესაძლებლობას მას აძლევს ჯერ კიდევ სააკაშვილის ოპოზიცია, ანუ ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ აი მობრძანდით და დაგვიდექით გვერდით და ჩანს ღიად, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მესიჯებით ჩანან მღვდელმთავრები და ბუნებრივი უჩნდებათ ამ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი და ქართველი ერის რაღაც წარმართვის სურვილი და აი აქ უკვე დაპირისპირებაში მოდის ივანიშვილის ხელისუფლებასთან.
ჩვენ იზღაპრჩება დავაკვირდეთ სურათებს, რომლებსაც საქართველოს პატრიარქი სხვადასხვა დროს ხელისუფლების პირველ პირებთან იღებდა და შევადაროთ ერთმანეთს ეს სურათები. როგორც იტყვიან, ჩავაცქერდეთ პირველ რიგში ადამიანს, რომლის როლი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როლი ნებისმიერი პოლიტიკოსისა, ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველისა, როლიც და ავტორიტეტიც. ერთგვარი შექსპირისეული მასშტაბის უნებები თამაშდება დღეს საქართველოში ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში. სხვებსაც უნდათ იყვნენ ასეთივე ავტორიტეტულები, როგორც საქართველოს პატრიარქია, უწმიდესი და უნეტარესი ილია. სხვებსაც უნდათ იყვნენ ასეთი ავტორიტარული ასეთი ბანძები. სხვებსაც უნდა იყვნენ ასეთი ბანძები და იყონ, რა უჭირთ, არ არიან თუ რა. ვინ ვითომ პარლამენტარებს ამ ხელს, მაგრამ ცრუ ეკლესიას ადიდებს, ის უფრო დიდი მატერია ერის და წმინდა ბერის. პლატონი წერს, პარლამენტარებს 17,000 ლარს იღებენ, უმწოვებს კი 100 ლარიო, მაგარია რა. ხო, ისა პლატონ ეგ უმაღლესი ცნობიერებაში მყოფი ადამიანების სულიერი მდგომარეობაა, რომ თვითონ უნდა კონდეთ ბევრი და უმწოვებს უნდა კონდეთ ცოტა. იმიტომ რომ ეს არის კანონზომიერება მათი უმაღლეს საფეხურზე მდგომი ცნობიერების. ხომ ხვდები, ასეთი ცნობიერება გამოგვიწრთნა ჩვენ აი ამ ადამიანო, აი თავი რომ მიწაში ჩაადებინა განგებამ ბოლო მის წლებში თავი მიწისკენ რო წაუვიდა და გამართულად რო ვეღარ დგას. რატომ ნეტა? იმიტომ რომ აგერ მეორე კუზიანიც მიუდგა გვერდში და აი ასე. ერთი კუზიანი, ორი კუზიანი. კუზიანების და კუდიანების მმართველობის ქვეშ ვართ. და გახარია, ხო? ეს გახარია არის, ვინც სახელი დამავიწყდა ამ გახარიასი. რო ამბობს, რომ სხვებსაც უნდათო მის პოზიციაზე ყოფნაო, დადგნენ და დაემსგავსებიან მას. მეორე. მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე. მაშინაც კი, როცა თითქმის ამოუწურავია შენი შესაძლებლობები. გვახარია, ხო? გიორგი გვახარია. ესია მეგობრებო. გავაგზავნოთ სხვა მთავარ ამბებს. ესია, როდესაც რეალობას გიტრიალებენ და გიყირავებენ, შენ თუ გონიერი არ ხარ, ვერაფერს ვერ იგებ. იგებ მარტო იმას, რასაც გეუბნებიან. და რომ გითხრან, რომ ერბო ქონიაო, შენ დაიჯერებ, რომ მართლაც ერბო ქონია. იმიტომ რომ ესე გითხრეს და შენ არ იცი, რომ ერბოა და ქონია, გესმის? აი ესე. მეგობრებო, დღეს როგორ გამოვიყურები? იცით რა არის? ჩემმა Facebook live-ებმა მოხსნა ისენი ფილტრები. ფილტრს აღარ მაყენებინებს. ამიტომ ფილტრის გარეშე ვარ და ცოტა მოვწესრიგდი დღეს პამადა წავისვი და თვალი შევიფერე. ტუშიც წავისვი. ხო, შეაფასეთ ჩემი გარეგნობა დღეს როგორ ვარ. და უფრო გამლამაზდები ხოლმე თქვენს გულისთვის. აი, ამიტომ ჩავიცი ეს ლამაზი შვიდფეხა მენორას რო გავს. მაიკა არის თუ შვიდრია თუ პულოვერი. ხო და გავაგზელოთ ასე საუბარი მეგობრებო, გავაგზელოთ, იმიტომ რომ აუცილებელი არის გავიგოთ რა ხდებოდა 80-იან და 90-იან წლებში. გავარკვიოთ. სად დავუშვით შეცდომა. სად დაუშვა ქართველმა ერმა შეცდომა, რომ გამოვასწოროთ. თუ არ გამოვასწორებთ, ვერავინ ვერ გამოგვისწორებს აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე. ვერც მამა ზეციერი. ჩვენ თავად უნდა გამოვასწოროთ ეს დრო, რომ მოგვეცეს სიკეთე. გესმით? თუ სიკეთე გინდათ, თუ არ გინდათ სიკეთე, მაშინ დარჩით ისე როგორც ხართ. ბაზარი არ არის ძმა. წავედი ახლა დაგემშვიდობეთ და იფიქრეთ ბევრი. ვიდრე თქვენ Facebook-ის იმებს ასკროლავდეთ, გამოვიძიეთ, ბევრი ვიდეო არის ამ დროინდელი დადებული და
იმაში ჩაძვერით და გაარკვიეთ თითოეულ მოქალაქეს გეუბნებით ახლა საქართველოს მოქალაქეს ვინც ახლა მე მისმენ და ვინც არ მისმენს ისედაც რუსთაველზე დგას ხო და ასე რომ გაარკვიეთ რა მოხდა და სად დაუშვით შეცდომა